მოგესალმებით მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ბლოგის თუ ვლოგის მუშაობა ცოტა შეფერხდა. მაგრამ მაინც ვახერხებთ პატარა ნაბიჯების წინ გადადგმას და დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ძვირფას საბა სამუშიასთან. საბა შესანიშნავი სპეციალისტი გახლავთ, იგი ისტორიის მასწავლებელია, ასევე ფრანგული ენის მასწავლებელია, შეისწავლის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს. სხვადასხვა დროს იგი სწავლობდა პრაღის კარლის უნივერსიტეტში და ეხლა ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, პარიზში, გაცვლითი პროგრამით და ასევე სოციალურ მეცნიერებებში ოსტატდება. მე საბას ჯერ კიდევ მისი მოსწავლეობის პერიოდიდან ვიცნობ საბავშვო უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტში წამიკითხავს მისთვის ლექციები და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული უნარებით, აქტიურობით და ასე შემდეგ. საბა გამორჩეული ფრანკოფონი გახლავთ, მხოლოდ ფრანგულ ენას არ ასწავლის ხოლმე, ის ასწავლის საფრანგეთის ისტორიასა და კულტურას და საფრანგეთზე შეყვარებული ადამიანია, ცდილობს რომ მისი მოწაფეებიც ასევე შეყვარებულები იყვნენ აი ამ შესანიშნავ ქვეყანაზე. საფრანგეთი არის ევროკავშირის საყრდენი, თუ ევროპას უწერია რომ იგი დამოუკიდებელ აქტორად ჩამოყალიბდება თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს შეუძლებელი იქნება საფრანგეთის გარეშე. საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის სიძლიერეზე დგას ევროკავშირი, ამ ქვეყნების თანამშრომლობაზე დგას ევროკავშირი და თუ დაგცალდა, მე შევეცდები რომ ყველა აი ამ ქვეყნის შესახებ მცირე ინტერვიუები ჩავწერო. დღეს ჩვენ აი ამ ინტერვიუში საბასთან ერთად ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება საფრანგეთში, როგორი განწყობები აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკს, რომლებიც ნაციონალურ ასამბლეაში, პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, ასევე ვისაუბრებთ საფრანგეთის თანამედროვე როლზე. მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო ვლოგი გამოგვივა და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ და დაალაიქოთ ჩვენი ვლოგი. რომ ბევრმა ნახოს, ის სანზალაკსაც თუ დააჭერთ ხო საერთოდ გადასარევი, რომ მოდნავ მაინც ავამუშაოთ აი ეს ჩვენი სივრცე, სადაც საუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც შეიძლება ტრადიციული მედიისთვის არ იყოს საინტერესო, ან ელექტრონული მედიისთვის არ არსებობდეს სივრცე ამ თემებზე მსჯელობისთვის. ასე რომ დღეს ჩვენ საფრანგეთზე საუბრობთ და ჩვენი სტუმარია ფრანკოფონი, სოციალური მეცნიერებების სტუდენტი, ძვირფასი საბა სამუში. მოგესალმებით, საბა, დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით აი ამ ინტერვიუზე. როგორც შესავალში აღვნიშნე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ბედიღბალი, რომელსაც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკა გადის. იმიტომ რომ საქართველოს მომავალს ევროპაში ვხედავ და ევროპა შეუძლებელია, არ არსებობს თანამედროვე ევროპა, მით უმეტეს იმ ორი თუ სამი დასაყრდენის გარეშე, რომელსაც ქვია საფრანგეთი, გერმანია, შეიძლება ცოტა აღმოსავლეთით რადგან გაფართოვდა პოლონეთიც ვიგულისხმოთ აქ. რა თქმა უნდა, სხვა დიდი ქვეყნებიც არის, მაგრამ ბირთვი საყრდენი საფრანგეთი და გერმანია არიან თანამედროვე ევროკავშირისა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა განიცდიან ეს ქვეყნები, რა გზას გადიან, რატომ თქვათ ვერ რეაგირებენ ისე ჩქარა იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში არსებობს, ან მთელ მსოფლიოში არსებობს და ასე შემდეგ. და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ ადამიანები გაცილებით უფრო მეც გაიგებენ საფრანგეთის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
საქართველოში მეტნაკლებად იციან ფრანგულ ლიტერატურა, იციან თქვათ ქართულ-ფრანგული ურთიერთობების რაღაც ნიუანსები, რაღაც დიდი სიყვარულიც არსებობს საფრანგეთის მიმართ, მაგრამ აი ეს თანამედროვე ყოფა და გამოწვევები მაინც მითოლოგიის დონეზეა. და აი საბა დაგვეხმარება იმაში, რომ აი ეს ორმოები, ეს ღრმულები, რომლებიც საფრანგეთთან მიმართებით და საფრანგეთის გაანალიზების თვალსაზრისით საქართველოში არსებობს, ამოვავსოთ და უფრო ნათელი გავხადოთ ზოგიერთი საკითხი. და რაც თავარია, საბა მე ბევრი ჩასაფრებული ადამიანი მყავს და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ვლოგზე გამოჩნდებიან ხოლმე, მე მათ დაიტაცებენ. და მე ძალიან გამიხარდება თუ ქართული მედია იქნება თუ სხვა ვლოგები იქნება საბას და მის კომპეტენციას დაიტაცებენ და უფრო ასე ვთქვათ გაავრცელებენ ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეს კომპეტენტური აზრი საფრანგეთის შესახებ ჩვენთან უნდა ისმოდეს არა მხოლოდ ყოფილი ელჩებისგან ან ყოფილი თანამდებობის პირებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ, ფრანგულ ენაში შიგნით ცხოვრობენ, იმითი არსებობენ და ასე შემდეგ. მოკლედ შევუდგეთ ჩვენს მუშაობას. საბა, ჩვენი, ასე ვთქვათ, კითხვები, როგორც იცით, სამ ბლოკად დავყავით ჩვენ. პირველ ბლოკში ჩვენ ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ შიდა პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ამ პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე და გამოწვევებზე, რომლებიც მეხუთე რესპუბლიკის ტყის წესრიგში არსებობს. მეორე შეკითხვა იქნება მაინც ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ დიდი სიყვარული არსებობს და შევეცდებით გავცეთ კითხვებს პასუხი, რომლებიც უკავშირდება საფრანგეთის როლს თანამედროვე სამყაროში და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსვამთ აქცენტს ქართულ ფრანგული ან კავკასიურ ფრანგული ურთიერთობების შესახებ. მოდით ჯერ ზოგადი შეკითხვით დავიწყოთ. თქვენ საფრანგეთში ცხოვრობთ ახლაც და ძალიან, ასე ვთქვათ, ტურბულენტურ ზონაშია საფრანგეთი თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრებით. აი, რა განაპირობებს ამ ტურბულენტურობას და განსაკუთრებულ რყევებს, რომლებსაც დღეს მეხუთე რესპუბლიკის დამკვირვებლები ძალიან ადვილად ამჩნევენ ხოლმე. პირველ ყოვლისა მეც მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, თქვენს მაყურებელს. მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ დღეს აქ ვარ და მაქვს საშუალება ენდეთ ჩემს კომპეტენციას, როგორც თქვენ ახსენეთ და იმედი მაქვს, რომ არ ვუღალატებ ამ ნდობას თქვენსაც. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხო, საფრანგეთში ნამდვილად არის ტურბულენტური გარემო და იმიტომაც ვარ ბედნიერი, რომ ცოტა ხანი მოვწყდი ქართულ ტურბულენტობას და საშუალება მაქვს ფრანგულ ტურბულენტობაზე ვისაუბრო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ეს კრიზისი, ასაკურველი ამ კრიზისის სათავეები, ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, უფრო ღრმა არის და მიდის საფრანგეთის პოლიტიკურ სისტემამდე. როგორც მოგეხსენებათ, ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია იმათვის, ვინც არ იცის თუ როგორ არის მოწყობილი საფრანგეთის სისტემა. ყველა მიცის, რომ საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მაგრამ იქ აქედან გამომდინარე ძალიან დიდი როლი აქვს პარლამენტს, რომელიც თავის მხრივ შედგება ორი ნაწილისაგან და მისი მთავარი ნაწილი, მოდი ასე ვიტყოდი, რაც არის ეროვნული ასამბლეა, თამაშობს მთავარ როლს საფრანგეთის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეროვნული ასამბლეა, რომელიც შედგება 577 წევრისგან, კისრულობს უმთავრეს ფუნქციას ქვეყანაში, ორ ძირითად ფუნქციას. პირველი ეს არის კანონების კენჭისყრა და კანონების დამტკიცება და მეორე ეს არის მთავრობის კონტროლი. ზუსტად მთავრობის კონტროლი არის ის უფლება, რომელიც გააჩნია ეროვნულ ასამბლეას, რომელიც ქმნის საფრანგეთში უკვე ბევრი წლის განმავლობაში, მთელი მეხუთე რესპუბლიკის განმავლობაში ფაქტობრივად პოლიტიკურ კრიზისებს და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. აი, მაგალითად, მთავარი ფუნქცია, რომელიც ეროვნულ ასამბლეას გააჩნია, ეს არის ეგრეთ წოდებული motion de censure, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ასამბლეას 288 წევრს არ მინდა ციფრი შემეშალოს
აი ამ 567-დან აქვს უფლება დაითხოვოს მინისტრი, ან მთელი მთავრობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება ამაზე უარი თქვას და შესაბამისად უნდა შეცვალოს კანდიდატი, პრემიერ-მინისტრი, უნდა შეცვალოს მთავრობა, რაც საკმაოდ ბევრჯერ მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც იცით, აი ბარნიეს შეცვლა, შემდეგ იყო ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უწინასწარმეტყველებელო ზამთარს ვერ გაცდება, ასე რომ ხო, ჯერ კიდევ ვაკვირდებით რაში არის საქმე. თუ დრო გვექნება, მე მოგახსენებ ჩემ პოზიციას, რატომ ვერ გაძლო უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრმა იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მას უნდა გაეძლო ალბათ რესპუბლიკის პრეზიდენტის მოსაზრებით. კი ბატონო. მოკლედ რომ გამოვეხმაურო აი თქვენ ამ პირველ პასუხს, მე თქვენთვის არ მისწავლებია ამის საშუალება არ მომცეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვებს ვასწავლი ხოლმე დასავლეთ ევროპის შედარებით პოლიტიკას. და იქ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ საფრანგეთზე ძალიან მოკლედ და კონკრეტულად, ესე ვაჯამებთ ხოლმე ლექციას, რომ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკაში პრეზიდენტი არის მეფე, არის ბონაპარტი. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტშიც უმრავლესობაში მისი პარტია. თუ უმრავლესობას კარგავს პრეზიდენტის პარტია პარლამენტში, აი ამ შემთხვევაში ვიღებთ აი იმ ასე ვთქვათ დაპირისპირებას, იმ კონფლიქტს, რომელსაც კოჰაბიტაციას ეძახიან ხოლმე, ხო? საფრანგეთში, როდესაც პარლამენტს ოპოზიცია აკონტროლებს, პრემიერ-მინისტრი არასაპრეზიდენტო პარტიიდან არის და პრეზიდენტს კი აქვს დიდი უფლებამოსილებები, მაგრამ პარლამენტი უკვე ვეღარ აკონტროლებს და პარლამენტიდან ექმნება დიდი დისკომფორტი. და ეხლა ესეთი ვითარება გვაქვს, ხო, ჩვენ საფრანგეთში, საპრეზიდენტო ემანუელ მაკრონი, როდესაც მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მან ტოტალური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, საპარლამენტო უმრავლესობა ორივე პალატაში მის ხელში იყო, პრეზიდენტი თვითონ იყო, ეს და მთელი ეს ბონაპარტიზმი ასე ვთქვათ, თავმოყრილი იყო ერთი ადამიანის ხელში. მაგრამ დრო და დრო ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, რომ კი, პრეზიდენტის თანამდებობას ინარჩუნებს მაკრონი და შესაძლოა იმ დიდ საკონსტიტუციო ძალაუფლებას, რომელსაც მას ძირითადი კანონი აძლევს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პარლამენტი უმრავლესობის გარეშე და თანამედროვე საფრანგეთში ეროვნული ანსამბლის შემადგენლობაში სამი თითქმის თანაბարձალიანი ბანაკი შედის. მემარცხენე სახალხო ფრონტი, რომელიც მაინც და მაინც ერთიანი და ინტეგრირებული არ არის და დიდი ომები და ჯგუფები ამის შიგნით, ეს მაკრონის ეს საპრეზიდენტო ბანაკი სახელწოდებით ხო რენესანსი ქვია ხო მის პარტიას და მის მოკავშირეებს. ეხლა რაც ბლოკი არის ანსამბლი ქვია, ანუ ერთად, მაგრამ ერთად. და გვაქვს აი ეს საშინელება რენსამბლემო ნაციონალის სახით და მარინ ლე პენის სახით. მოდით საბა მიუყვეთ აი ამ ბლოკს. მოდი ვისაუბროთ თავიდან, მე მიკერძოებული ადამიანი ვარ ჩემი ხედვებიდან გამომდინარე და ვისაუბროთ სახალხო ფრონტზე. აი რა ფენომენია სახალხო ფრონტი, ვისგან შედგება და რა მთავარი საკითხები აწუხებს აი ამ ბლოკს. თქვენი გულის გასახარად უნდა ვთქვა, რომ საფრანგეთში მემარცხენული იდეები ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ახლა, როცა მე აქ ვსწავლობ, ფაქტობრივად მემარცხენული იდეები, სოციალური თანასწორობის იდეა ყველგან არის გამოხატული, ეს იქნება ქუჩაში, მეტროებში, ადამიანები ფლაიერებს არიგებენ, შესაბამისად, სიმართლე რომ გითხრათ, იმ ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც არ მოელოდნენ აი ამ მემარცხენული ძალების გაძლიერებას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, ვიტყოდი რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, მე ასე არ ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი მეგობრებისგან, გულისხმობ ახალი თაობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ახლა ჩაერთვნენ პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენთან ნაკლებად საქართველოს გულისხმობ, ნაკლებად არის ეს პრაქტიკა ახალგაზრდების ჩართვის პოლიტიკაში ვიდრე არის საფრანგეთში. ამიტომ ხო მე ეს ტენდენცია ისე როგორც ბევრ სხვას შემჩნეული ჰქონდა. რაც შეეხება მემარცხენულ ძალებს და ბლოკს, რომელიც შეიქმნა, ეს ბლოკი შეიქმნა ამ 2024 წლის ივნისში, როდესაც მალენშონმა დაანონსა ერთი დიდი მემარცხენული გაერთიანება იმ მონსტრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ, მარინ ლე პენის და მისი პარტიის ეროვნული კრების, ხო, ასამბლეა ნაციონალის სახით და ეს ერთობა, რომელსაც ერთი ფუნდამენტური იდეა ჰქონდა, რომ გაერთიანებულიყო აი ამ ექსტრემისტური, ექსტრემალური მარჯვენა ფლანგის წინააღმდეგ შედგა ნამდვილად
მოგეხსენებათ, რომ აი ამ არჩევნებში, რომელიც ივლისის თვეში ჩატარდა, როცა დაშალა ეროვნული ასამბლეა მაკრონმა 182 ადგილი აიღო აი ამ ახალმა სახალხო ფრონტმა. მე ასევე ჩვენ მაყურებელს ძალიან ვთხოვ, რომ არაურიოს ერთმანეთს ახალი სახალხო ფრონტი და ეროვნული ფრონტი, ნაციონალური ფრონტი, ეს ორი განსხვავებული პარტია. ეროვნული ფრონტი წარმოადგენს იმ პარტიის წინაპარს, რომელზედაც დღეს ასე უნდა ვისაუბროთ და რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს მადამ ლეპენი. ხო, აი ეს ძალიან გადანაწილება ეროვნულ ასამბლეაში ადგილების, როგორც უკვე ახსენეთ, არის ძალიან საინტერესო. ეს არის შემთხვევა, როცა აბსოლუტური უმრავლესობა არც ერთ ფლანგს არ გააჩნია. 182 ხმა გააჩნია საერთო ჯამში აი ამ ახალ სახალხო ფრონტს და ამას გარდა მინდა გითხრათ, რომ კიდევ არის საფრანგეთში მემარცხენეული პარტიები, რომელთაგან არის ერთი ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ძალიან ცნობილი, ეგრეთ წოდებული DVG, ანუ განსხვავებული მემარცხენეობა, არა მაპატიეთ არაზუსტი თარგმანისთვის, მაგრამ დაახლოებით თარგმანი ასეთია, რომელმაც 13 ადგილი მოიპოვა სხვათა შორის ამ არჩევნებში. მაკრონის მთავარი მხარდამჭერი პარტია, მთავარი მხარდამჭერი ფლანგი, მოდი ასე მოდით, სანამ მაკრონის მთავარ მხარდამჭერ პარტიას გადავართ საბა. აი ეს სახალხო ფრონტი, თქვენ ახსენეთ, მემარცხენე დიდი გაერთიანება, მის შემადგენლობაში შედიან, თქვათ, ეს ძველი ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პარტია, სოციალისტური პარტიის სახით, შედიან მწვანეები, კომუნისტები და ეს როგორ თქვა ფრანგულად არ ვიცი, ხო, აჯანყებული საფრანგეთი, Insoumise, France Insoumise, ეს არის მალენშონის მიერ 2016 წელს დაარსებული პარტია. მიამბოხე საფრანგეთი, მგონი ყველაზე მიამბოხე საფრანგეთი. აი ეს 4 პარტია ერთად რამდენად ახერხებს თქვათ საერთო აი ეს არის თავი პრობლემა. და აქვთ თუ არა პრობლემები, იმიტომ რომ მემარცხენე გაერთიანებები საფრანგეთში ადრეც ვნახეთ, ხო, ესე სოციალურ-ეკოლოგიური ერთობა და ასე შემდეგ, მაგრამ დაიშალა. დღეს ისინი შეკავშირებულები არიან. რატომ? გარდა ამ კატასტროფის განცდისა, რომ შეიძლება ფაშისტები და ულტრამემარჯვენეები მოვიდნენ, კიდევ რა განაპირობებს მათ ერთიანობას, რა თემებზე შეთანხმდნენ ისინი? აი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. არ ვარ მიჩვეული მსგავს ინტერვიუებს, ამიტომ შეიძლება ხანდახან გადავწდე. არა უშავს. თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ თან და ხო. მოკლედ, დიახ, ეს არის ძალიან დიდი ბლოკი, რომელიც შედგება, როგორც ახსენეთ, 4 ძირითადი გაერთიანებისგან. ეს არის ანსუმიზი, ეს არის ტრადიციული სოციალისტური პარტია და ამაზეც ვისაუბრებთ, რატომ არის ამ პარტიის აქ ყოფნა პრობლემური დანარჩენი პარტიებისთვის, ეგრეთ წოდებული ევროპის მწვანეები, ეს ეკოლოგიური პარტია და ეს არის საფრანგეთის კომუნისტური პარტია. ეს 4 პარტია არის გაერთიანებული ერთ ფლანგში. მთავარი ფიგურა, რომელიც აი ამ პოზიციონირებს ამ ფლანგით, ეს არის ბატონი მალენშონი, რომელიც ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი არის საფრანგეთში. ის თუ სწორად მახსოვს 4 საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ 4-ვეში დამარცხდა, საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და საფრანგეთში ძალიან დიდ პატივს ემენ მის მოსაზრებებს. აი მაგალითად მე მახსოვს ჩემი პირველი ლექსია აქ სწავლის განმავლობაში, როდესაც ჩვენმა ისტორიის ლექტორმა რობერსპიერის შესახებ საუბარი დაიწყო მალენშონის ცნობილი ინტერვიუთი. რობერსპიერის შესახებ. ანუ ის რასაც და ამიტომაც არის ძალიან ხშირი სტუმარი ხოლმე სხვადასხვა ტელე თუ რადიო გადაცემების. და საკმაოდ ქარიზმული ლიდერი. ძალიან ქარიზმული, ძალიან საინტერესო გამოცდილებით მინდა გითხრათ, აი მაგალითად 1972-დან 76 წლამდე ბატონი მალენშონი საერთაშორისო კომუნისტის ერთ-ერთი ლიდერი იყო საფრანგეთში, მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. საფრანგეთს ახსოვს მისი ჩართულობა ძალიან ბევრ პროცესებში, როგორც იყო მაგალითად მწვანე ჟილეტიანთა აქცია, როდესაც ის აქტიურად დაუპირისპირდა მაკრონს. მოკლედ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ადამიანები და მოქალაქეები არ იზიარებდნენ მალენშონის ფიგურის ასე ვთქვათ, შეხედულებებს, მის მემარცხენეულ შეხედულებებს, მაინც პატივს ემენ მის აზრს, როგორც ძალიან გამოცდილი და ასე ვთქვათ, გამობრძმედილი პოლიტიკოსის. თუ შეიძლება ასე ითქვას. რაც შეეხება რა არის ძირითადი გამოწვევა, ჩემი პირადი შეფასებით და სხვათა შორის სანამ აქამდე მოვიდოდით დღეისთვის მეც მინდოდა რომ გადამომოწმებინა სხვა ჩემთვის პატივსაცემ ანალიტიკოსებთან თუ ისინი რას ფიქრობდნენ, მაგრამ პრინციპში ძალიან აშკარაა რა არის ამ ერთობის მთავარი პრობლემა. როგორც გითხარით, ეს ერთობა შეიქმნა ერთი კონკრეტული მიზნით, რომ მარჯვენეული ძალები არ მოსულიყვნენ სათავეში და ის მონსტრი პოლიტიკური და ის რაღაც ფაქტობრივად პანდორას ყუთი, რომელსაც წარმოადგენს მარი ლეპენის გაერთიანება
არ გახსნილიყო საფრანგეთში და ეს მისია მათ შეასრულეს. თუმცა აი ახლა დგას ძალიან სერიოზული პრობლემა ლიდერობის საკითხებზე. ვინ უნდა იყოს ამ გაერთიანების ლიდერი? იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი აქ მივდივართ ისე სოციალისტური პარტია, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნის, ვიდრე მაგალითად თვითონ მალენშონის პარტიას, ვერ თმობს აი ამ ლიდერულ პოზიციებს და არ მოსწონს, რომ მთავარი ფიგურები და აქ არ იგულისხმება მარტო მალენშონი, აქ შეიძლება ითქვას მაგალითად ფრანსუა რაფინი ან მატილდ პანო, აი ეს ფიგურები, რომლებიც თავარ სახეებად გვევლინებიან დღეს საფრანგეთის მემარცხენეულ პოლიტიკაში, ცირედით არ მოსწონთ და ვერ იმსახურებენ პოზიტიურ შეფასებას ამ კოალიციაში გაერთიანებული სხვა მემარცხენეული პარტიებისგან. თუმცა აი ამის გარდა, აი ამ პიროვნული ლიდერშიპისთვის ბრძოლასთან ერთად, ასევე მთავარი პრობლემა არის და მთავარი შეუთავსებლობა არის მათ შეხედულებებში, სასაკვირველია. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენულ პარტიებს დაახლოებით ერთნაირი ხედვა აქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საფრანგეთის პოლიტიკა სოციალური საკითხების მიმართ, გადასახადების მიმართ, ისინი დაახლოებით ერთ და იგივე პოლიტიკას უჭერენ მხარს, მაგალითად, საპენსიო ასაკის შემცირების მიმართ ისინი ეწინააღმდეგებიან საპენსიო ასაკის გაზრდას, ხო? ამის მიუხედავად მათ შორის მაინც არის გავსაკითხები, მაგალითად, ზოგიერთი კოალიციის ზოგიერთი ნაწილი ბევრად უფრო მკაცრია, ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე არის ამ მემარცხენეული პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ როცა მაგალითად ზოგიერთი პარტია როგორც არის მწვანეები, ნაკლებად უჭერენ მხარს აი ამ რადიკალურ ნაბიჯებს და უფრო მათი სპეციფიკური მიზნების განხორციელებისკენ არიან მიდრეკილები, როგორც არის მაგალითად ეკოლოგიური ტრანზიცია, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღეს საფრანგეთში. ასევე მთავარი საკითხი ეს არის მალენშონის ფიგურა და მალენშონის როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის შესაძლებლობა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ახსენეთ, საფრანგეთში პრეზიდენტი არის მთავარი ფიგურა, შესაბამისად ის თუ ვინ იქნება პრეზიდენტი 2027 წლის შემდეგ, ვინ ჩაანაცვლებს ემანუელ მაკრონს, არის მთავარი დღის წესრიგი. მედია საშუალებებში რამდენიმე თან გონი მთელს ესე იგი მემარცხენე ფლანგზე შეიძლება ძალიან პოპულარულია ჟან-ლუკ მელანშონი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, გამოუწყდები სიყვარულში აქედან, მაგრამ მთელი ფრანგული საზოგადოებისთვის ის კონსენსუალური ფიგურა არ არის და ხშირად იყენებენ მას როგორც საფრთხობელად, რომ აი არ ამირჩევთ მე მაკრონს, ხო, აი მოდის ეს რადიკალი კომუნისტი წითელი ის მელანშონი, რომელიც დააქცევს აი ამ ქვეყანას და ალბათ ესეც იწვევს ამ დებატებს, ხო, მემარცხენეებსაც 2027 წელს გჭირდება საფრანგეთში ისეთი კანდიდატი, რომელიც მარტო მემარცხენეებში კი არ იქნება პოპულარული, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ექნება გარკვეული ძალა. დიახ, აი მალენშონის ფიგურა სხვათა შორის თვითონ განაცხადა, Twitter-ზე დაპოსტა რამდენიმე უკვე X-ზე რამდენიმე თვის წინ, რომ აღარ არაპირებს ის 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ის გადაწყვეტილი მაინც არ არის და აი დღესდღეობით სამი ძირითადი ფიგურა შეიძლება იყოს განხილული როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი მემარცხენეული ფლანგის. პირველი ეს უკვე ახსენე არის ფრანსუა რაფინი, ჟურნალისტი, ძალიან ცნობილი ესეისტი, Le Monde დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, რომელიც აქტიურად აქვეყნებს პამფლეტებს მათ შორის და აკრიტიკებს საფრანგეთის ამჟამინდელ პოლიტიკას ბევრი საკითხის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. მეორე ეს არის მანუელ ბომპარი. ეს ყველაზე ნაკლებად, ეხლა ჩემი შეფასებით, ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს კანდიდატი, რადგანაც მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებისა, ის არის მას უმუშავია და უთანამშრომლია ბევრ მემარცხენეულ პარტიასთან სხვადასხვა დროს. ბოლოს იყო თუ არ ვცდები აი ამ ანსუმიზის მდივანი, განათლებით მათემატიკოსი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი და ძალიან გასწავლული განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში, მაგრამ მისი მხარდაჭერა შედარებით უფრო ნაკლებია. აი, რაც შეეხება ახალგაზრდებს, მესამე ფიგურა, რომელსაც ახლა მე უნდა ვახსენო, ალბათ ყველაზე მეტი შანსი მას შეიძლება გქონდეს გულისხმობ ახალგაზრდებში, ეს არის მატილდ პანო, რომელიც ნავით TikTok-ის მომხმარებლებში ძალიან ცნობილია, აქვს ძალიან ცნობილი პლატფორმა, არის ბლოგერი, მისი პანორამა, რომელსაც აწარმოებს პოლიტიკურ ბლოგებს YouTube-ზე, არის ძალიან საინტერესო, მე პირადად მისი მაყურებელი ვარ და ვეთანხმები რაღაც საკითხებში თუ არ ვეთანხმები, მართლა ძალიან საინტერესო შეფასებები აქვს და მისი ბექგრაუნდი, ესე იგი ცხოვრებისეული ისტორია არის ძალიან საინტერესო, რაც მოსახლეობაში ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ის არის ერთი უბრალო საშუალო კლასის ოჯახიდან, მამა
აგრონომი, დედა მათემატიკის მასწავლებელი თუ სწორად მახსოვს, ორლეანელია და მან მოახერხა, რომ ესწავლა საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში, სიანს პო პარიზში, მიიღო უმაღლესი დონის პოლიტიკური განათლება და შემდეგ აი ეს მისი ეს ხალხთან ურთიერთობის მისი მხარდაჭერა პალესტინელი ხალხის მიმართ მინდა ისიც აუცილებლად აღვნიშნო, იმიტომ რომ მარტო ჩემ უნივერსიტეტში ყოველი 2 დღე კვირაში ჩაკეტილია პროპალესტინური გამოსვლების გამო, ამიტომ ხალხში ამას აქვს ძალიან დიდი პატიმის ცემა და ნუ აი მატილ პანოს ფიგურა ასევე განიხილება როგორც შესაძლო, თან ძალიან კარგი ვერბალი აქვს, ძალიან კარგად მეტყველებს, საჯარო გამოსვლა არ ეშლება და ამიტომ ხო აი ეს ყველა იმ კრიტერიუმს აი აკმაყოფილებს. სოციალისტებიდან თქვათ მე ხა საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში ვერ ყვევი გერმანული გაზეთების მკითხველის დონეზე. ხო და აი ეს თქვათ ოლივერ ფორი ხო თუ როგორ უნდა თქვა ფრანგულად არ ვიცი სოციალისტების ლიდერი მათი ფლანგიდან არავინ არ განიხილება თუ სუსტად არიან აი მთავარი დაპირისპირების საკითხები ეს არის ზუსტად, რაც უკვე აღნიშნე. ის რომ ანსუმიზის პარტიამ, რომელიც არ არის ყველაზე მსხვილი პარტია და ყველაზე გამოცდილი პარტია აი ამ კოალიციაში, მოახერხა ის, რომ აბსოლუტური უზურპაცია, ბოდი ამ სიტყვას გამოვიყენე, მოახერხა სახეების, ანუ მთავარი ლიდერები, რომელთანაც ასოცირდება ეს გაერთიანება, არიან კონკრეტულად ერთი პარტიის იმიტომ რომ არიან უფრო ქარიზმულები, უფრო დიდი ავტორიტეტის წარმომადგენლები. მქონე და ასე შემდეგ. რო კარგად ერკვევიან აი ამ პროპაგანდისტულ არ ვიტყოდი, მაგრამ აი ამ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურები არიან და მინდა გითხრათ, რომ აი სოციალური ქსელები გადაიქცა და ეს ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობდი რამდენიმე კვირის წინ, სადაც იყო ნათქვამი ის, რომ საფრანგეთის მთავარი დაპირისპირება დღეს გადის სოციალურ ქსელებში, იმიტომ რომ ყველა ლიდერი დაწყებული ზუსტად პანოთი დამთავრებული ბარდელათი, რომელიც არის მთავარი სახე მის მოწინააღმდეგე ახალგაზრდული სახე მოწინააღმდეგე ბანაკში არის ზუსტად იბრძვის ზუსტად აი ამ TikTok-ის და Facebook-ის და Instagram-ის საშუალების საშუალებით, რაც არის ძალიან საინტერესო დეტალი. თან ეს პალესტინის საკითხიც ახსენეთ თქვენ და ასუმიზის წევრებს არ ერიდებათ და არ ეუხერხულებათ ეს პალესტინის თემის ხელში აღება და ამ მიმართულებითაც ლიდერები არის. სხვებს ცოტა ეუხერხულებათ და რაღაც ისინი აქვს შებოჭილობები, ხო? აი სოციალისტებს მაგალითად და რაღაც უფრო დილები არიან. კლასიკური სოციალისტური გაერთიანებები, რომლებიც პირადად ჩემთვის უფრო პატივსაცემია კიდევ ერთხელ დავძენ ვიდრე ანსუმიზი, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ისინი მიყვებიან ტრადიციულ ფრანგულ სოციალიზმს, რომელიც ქადაგებს ნამდვილად იმას, რაც არის ევროპული სოციალიზმი. უყურებთ თქვენს ინტერვიუს რამდენიმე კვირის წინ და ზუსტად აი ის იდეა, რასაც გულისხმობს ფრანგული ევროპული სოციალიზმი, არის განსხივოსნებული ევროპული და ამხელა ტრადიციაა ჯერ კიდევ დეგოლს უპირისპირდებოდა, ხო? ლიტერანი სოციალისტური პარტიის თვითონ ფრანგული საფრანგეთის დევიზიც, ხო? თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა თავის მხრივ არის წყლის და თავის მხრივ ასხამს იმ წისქვილზე წყალს, რომელზეც იმ მოედანზე თამაშობს ეს დევიზი, რომელზედაც სოციალისტები ამდენი ხნის განმავლობაში, 10 დეკადების განმავლობაში პოზიციონირებენ. ამიტომ აი ეს საკითხები, რაც სტანდარტულად არის სოციალური საკითხები, უფრო დამახასიათებელი არის თქვენთვის და მათ შორის ჩემთვისაც უფრო პატივსაცემ მემარცხენე ფლანგებში. მაგალითად სამწუხაროდ ჩვენ ბევრი დრო არ აგვაქვს რომ ესე ღრმად შევიდეთ, ამიტომ საბა მე თქვენ ბატონი ჟორდან ბარდელა ახსენეთ და მადამ ლეპენიც და ასე შემდეგ და კატასტროფა ვახსენეთ ჩვენ სიტყვა. რატო არის თქვათ ამხელა შიში რატომ ეშინიათ მადამ ლეპენის და მისი პარტიის რა უბედურებას ქადაგებს ეს პარტია რატო უნდა იყოს თქვათ დიდი საფრთხე მადამ ლეპენი რესპუბლიკისთვის ხო ვინ არის ის რა უნდა რისთვის იბრძვის ო აი ძალიან საინტერესო კითხვაა და ალბათ ძალიან რთულიც იმიტომ რომ ფაქტობრივად ხო, მადამ, ზოგადად აი ეს რასამბლემა ნაციონალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა, მოგცხრა ვთქვათ, ყველაზე მეტი მანდატი მან აიღო ცალკე აღებულმა დღეს წლევანდელ არჩევნებში
ივლისში, რაც მიანიშნებდა. ამასთან ერთად დაახლოებით 33% თუ სწორად მახსოვს აიღეს ევროპარლამენტის საარჩევნებში შესაბამისად და 50 მანდატით უფრო მეტი ვიდრე წინა 2022 წლის არჩევნებში. რაც არის კატასტროფული ზრდა მემარჯვენეული პარტიისა. სხვათა შორის მემარჯვენეები საფრანგეთში ისევე დიდი პრაქტიკით და ის ტრადიციით ხასიათდებიან როგორც მემარცხენეები, მაგალითად გოლისტები ეგრეთ წოდებული, ხო? რომლებიც ძალიან რომელთა როლი ძალიან შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში და იზრდება აი ამ Rassemblement National-ის როლი მემარჯვენეულ პოლიტიკაში. რატომ? თავი კითხვა ეს არის. ეს არის ცალსახად მარი ლეპენის დამსახურება. ანუ ზომიერ მემარჯვენეებს ანაცვლებენ რადიკალი მემარჯვენეები. არის მეორე ტენდენციაც, რომელსაც ალბათ მე უფრო ვიტყოდი და გავუსვამდი ხას, ეს არის ის, რომ თვითონ Rassemblement National-ი ცდილობს, რომ გახდეს ზომიერი მემარჯვენე. აი ეს დედიაბოლიზაციონი ცნობილი ფრანგული ტერმინია, რომელიც ქართულად როგორ თარგმნოს და არ ვიცი, ალბათ ნიშნავს განდემონიზება. აი ამდენი დეკადის განმავლობაში მამის ხატი მთელი საფრანგეთისთვის იყო რაღაც როგორც ურჩხული, რომელსაც უნდა ებრძოლო, მაგრამ მარი ლეპენმა, რომელიც 2011 წელს გახდა Rassemblement ჯერ კიდევ მაშინ სახალხო ფრონტი ერქვა, რომელიც გახდა ამ პარტიის ლიდერი, მან მოახერხა, რომ შეეცვალა სახე, დაიწყო ახალ თემებზე აპელირება, ესეთ თემებზე როგორიც არის, მაგალითად საფრანგეთის უსაფრთხოება, საფრანგეთის სუვერენიტეტი, კაცრი ზომები ევროკავშირის ფარგლებში, იმიტომ რომ საფრანგეთი დონორი სახელმწიფო არის, ვიდრე რეციპიენტი შესაბამისად, საფრანგეთის მოსახლეობა ძალიან დიდ პირთად დააწყვება ის გადასახადები, რომელიც მას ეკისრება სხვა წევრების გამო ევროკავშირის. ამიტომ აი და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, აი ეს ფრანგულ რევანშისტთან და განსაკუთრებულობასთან ერთად, რომელსაც ის ხალხს უსვამს, მთავარი საკითხი არის ნამდვილად მიგრაცია, იმიგრაციის პოლიტიკა, გაზრდილი მიგრანტები, რომლებიც ეხა მოდი მე არ ვარ ფრანგი და ამიტომ უფრო თამამად ვისაუბრებ იმაზე, რაზეც ფრანგები არ ლაპარაკობენ, ყველას აწუხებს. მიგრანტების საკითხი არის მთავარი პრობლემა დღევანდელ საფრანგეთში იმათვისაც, რომლითათვისაც მიგრაციის საკითხი არ არის მთავარი პოლიტიკური საკითხი. მოდი ასე ვთქვათ. რას ნიშნავს საბა? აი როგორ აწუხებს რიგით საფრანგს ეს მიგრაციის პრობლემა? რა პრობლემებს უქმნის იგი? მოკლედ, მაშინ რადგანაც ბევრი დრო არ გვაქვს მიგრაციის პოლიტიკა საფრანგეთის, რომელსაც ვაგაბონდაჟი და დიდი გამოცდილება აქვს, ხო? ეს არის დაახლოებით მე-18 საუკუნიდან მოყოლებული არის მსგავსი ჩანაწერები საფრანგეთის კონსტიტუციაში და თავიდან ეს ტერმინი იყო ვაგაბონდაჟი, რაც ქართულად ნიშნავს მაწანწალობა, ძალიან ცუდი ტერმინით არის ეს ხალხი მოხსენიებული. განსაკუთრებით დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 50-იანი წლებიდან, განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან, როდესაც სანავთობო კრიზისის შემდეგ, როცა იწყება 80-იან და 90-იან წლებში უფრო ფართომასშტაბიანი კრიზისები, განსაკუთრებით ფრანც-აფრიკის რეგიონში, რომელიც ნაშვილები ყავს ფაქტობრივად ხო საფრანგეთს დღეს, აქედან იწყება ამ ქვეყნებიდან იწყება მილიონობით მიგრანტის სვლა საფრანგეთის მიმართულებით, რაც რასაკვირველია ძალიან დიდ თვითად აწვება საფრანგეთის ეკონომიკას. მათი ინტეგრაციის საკითხი ფრანგულ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი პრობლემა. აი ლინგვისტიკა ახსენეთ თქვენ და ის რომ საფრანგეთის ფრანგული ენა ძალიან ცნობილი და უფრო ცნობილი არის საქართველოს საზოგადოებაში ვიდრე ფრანგული პოლიტიკა, მაგრამ აი თვითონ ენაში იცვლება ბევრი ტერმინი აი ამ მიგრაციული საკითხების გავლენით. მაგალითად, ბევრი ისეთი სიტყვა ემატება არაბულის გავლენით, ხო, რომელიც მანამდე ფრანგულ ენაში არ არსებობდა. იქნება ეს ეგრეთ წოდებული ვეღლანი, ანუ ვულგარული ენა, რომელსაც სლენგებს უწოდებთ ჩვენ, ან იქნება ეს უკვე ნამდვილი არ ვიცოდი სალიტერატურო, მაგრამ ეს ენები, ეს ტერმინები უკვე ჩვეულებრივ არა მანდამაინც ვულგარულ და ყოველდღიურ, არამედ ოფიციალურ და სოციალურ დისკურსშიც უკვე ხდება, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების გავლენა ძალიან დიდია ფრანგულ პოლიტიკაზე და პლუს ამას ეს იქნება ადმინისტრაციული პოზიციები მათი, ხო? ისეთი სამსახური, მაგალითად სამუშაოები, როგორიც არის დამლაგებელი, იქნება ეს დაცვა, მუზეუმის თუნდაც, ხო, ან გამყიდველი, თითქმის ყველა ასეთი პოზიცია განსაკუთრებით გარეუბნებში და
არაცენტრალურ ქალაქებში უკავიათ უჭირავთ აი ამ მიგრანტებს. რაც ფრანგულ საზოგადოებაში აჩენს ძალიან დიდ, როგორ ვთქვა, უსაფრთხოების დილემას. აი მაგალითისთვის საფრანგეთში გაძლიერებული პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების, სადაც გულისხმობს თუნდაც ის რომ ბარათი გააკეთოს საბანკო, აუცილებელია რომ ეს საბანკო კოდი, რომელიც ჩვენთანაც კი საქართველოში იმ წამსვე მოდის მესიჯად, რამდენიმე კვირა სჭირდება რომ ეს კოდი მოგივიდეს პოსტის საშუალებით, აუცილებლად უნდა ქონდეს რეგისტრირებული მისამართი, მეტროთი გადაადგილება ძალიან პრობლემური ხდება. საკმარისია ჩანთა დაგრჩეს დადებული მეტროში, რომელიმე გაჩერებაზე რომ უკვე მთელი ხაზი იკეტება და მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, აი რასაკვირველია ყოველთვის ეს შეფერხება ადმინისტრაციული საკითხების არ არის დაკავშირებული და მიმართებული მიგრანტებთან, მაგრამ ფრანგულ საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ სწორედ მიგრანტები არის ის მთავარი პრობლემა, რის გამოც საფრანგეთის ადმინისტრაცია ძალიან რთულად მუშაობს და ეს ნამდვილად ფაქტია. და ეს ძალიან ცნობილი ფაქტია ზოგადად საფრანგეთის შესახებ, რომ ფრანგული ადმინისტრაცია განსხვავებით მეზობელი გერმანიისგან, რომელიც პუნქტუალურობით გამოირჩევა, აბსოლუტურად განსხვავებულია და აბსოლუტურად შეფერხებით მუშაობს. კიდევ ერთხელ მეორე, რაც შეიძლება დაკავშირებულია მიგრანტების საკითხთან და იმ თვირთთან, რომელსაც მოკლედ თუ სწორად გავიგეთ თქვენი მსჯელობა, ესე იგი მემარჯვენეები მიგრაციას უკავშირებენ მთელ რიგ გამოწვევებს, რომლის წინაშე საფრანგული საზოგადოება დგას. მათ შორის თქვას ენის ცვლილებას, ტრადიციული ურთიერთობების და ფორმების და სოციალური სტრუქტურების ცვლილებას, მიგრანტებს უკავშირებენ თქვათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც საზოგადოებაშია და ასევე ფიქრობენ, რომ ეს მიგრაცია ქმნის სოციალურ ტვირთს და ეკონომიკურ სირთულეებს ქვეყნისთვის და ამიტომ აპირებენ ამ მიგრაციის შეფერხებას და ამ მიმართულებით მათი ვარსკვლავია ჩემს მიერ ნახსენები ბატონი ჟორდან ბარდელა, ქალბატონი ლეპენის დის სიძე და TikTok ვარსკვლავი. აი ვინ არის ჟორდან ბარდელა? მადამ ლეპენი ვიცით, ახლა ჩვენ მამამის ქართული საზოგადოება იცნობს, ეს ცნობილია, ასე ვთქვათ, ცოტა ფაშისტური მიდრეკილებების ლიდერი გახდა, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ აი ეს მამის ფაშისტური წარსულის გადასწირებას ცდილობს ქალბატონი ლეპენი და ზვიად გამსახურდია, ხშირად ახსენებდა ლეპენს, უყვარდა იგი და პატივს სცემდა მის რამდენიმე სტატიაში შეხვედრივარ თუ გამოსვლაში ლეპენის ხსენებას. ნუ ლეპენი ვიცით, მისი ქალიშვილიც ახლა საყოველთაოდ ცნობილი ადამიანია და აი ახლა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამორწყინდა ეს 28 წლის ჭაბუკი ბატონი ჟორდან ბარდელას სახით. ვინ არის? ბევრად ადრე გამოგწმინდა 2000 ნუ საქართველოში და ევროპაში 23 წლის ასაკში გახდა ევროპარლამენტის დეპუტატი, რაც ძალიან დაბალი ასაკია საკროლიან. ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ხოშერის იმ უბანში დაიბადა, რომელშიც მე ვცხოვრობ და მე მქონდა პატივი შეხვედროდი იმ ლიცეუმის სტუდენტებს, მოსწავლეებს, რომელშიც სწავლობდა. ბარდა დიდად არ ამხელენ ხოლმე, რომ აქ ბარდელა სწავლობდა, იმიტომ რომ მიუხედავად მისი ქარიზმისა, რომელიც ნამდვილად აქვს, ის რჩება მაინც ერთ-ერთ თავარ ოდიოზურ ფიგურად ბევრისთვის, თუმცა არა ყველასთვის, იმიტომ რომ გითხელ გეუბნებით, რომ მემარჯვენე პოლიტიკა დახდა, რაც ყველა საინტერესო მემარჯვენეებს ხარს უჭერენ მუშათა კლასის წარმომადგენლებს, რაც ცოტა ოქსიმორონს ქმნის, თუმცა ამასაც აქვს თავის გამართლება ზუსტად იმიგრაციული პოლიტიკის გამო და იმ მარყუჟის გამო, რომელიც მემარჯვენეებმა დაიჭირეს. ახლა ბარდელა ახალგაზრდა, ქარიზმატული, საკმაოდ კარგი შესახედაობის აბუკია, რომელიც მისი ძირითადი ხაზი არის ეს სოციალურ მედიაში პოზიციონირება, აქტიური ტიქტოკერია, ძალიან აქტიური ინსტაგრამ მომხმარებელია და აი ახალგაზრდობაში იქიდან ქადაგებს აი ამ ულტრამემარჯვენეულ იდეებს. ახლა მის ბიოგრაფიას დიდად საინტერესო ბიოგრაფია შეიძლება მას არ ჰქონდეს, იმიტომ რომ ლიცეუმის დამთავრების შემდეგ მას სურდა გაეზიარებინა ქალბატონი პანოს ბედი და ჩაებარებია სიანსპოში, თუმცა როგორც ცნობილია ჩაიჭრა ამ გამოცდაში და თუ სწორად მახსოვს რომ რაღაც უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ ბოლომდე არ მიუყვანია და ამიტომ ეს ჩვენთვის რაც ყველაზე აქტუალური საკითხია, უდიპლომობის საკითხი, იზიარებს ამბეთს ბატონი ბარდელა. ეს არ გაიგონ, ეს არ ნებათორე გამოიყენა. ხო და ამიტომ აი ეს ძალიან საინტერესო ფაქტია მის შესახებ. ხო, აი ბარდელას ფიგურა ცალსახად დაკავშირებული არის პიართან, და მთავარი მარჯვენა ხელია ფაქტობრივად, ხო?
მარინ ლეპენის და ის იდეები, რაც რისი გაჟღერებაც ქალბატონ ლეპენს უნდა და სხვათა შორის თუ მაქვს დრო აუცილებლად უნდა ვახსენო მთავარი შეცდომა, რომელიც აი მემარჯვენეებთან მიმართებით დაუშვა მაკრონმა, როდესაც ბარნიე წარადგინა პრემიერ-მინისტრად და რატომ? ნახეთ, ეს ძალიან გადაღეჭილი თემა არის, მაშინ უწინასწარმეტყველეს მას, რომ მისი მთავრობა აუცილებლად დაიშლებოდა და დაიშალა კიდეც, თუ არ ვწდები, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ბიუჯეტის დამტკიცება საკითხების დროს ჩააგდეს მისი პროექტი და მხარი დაუჭირეს 288 ხმას ბევრად გადაცდა. ეს იყო ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევა, როცა მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგი გაერთიანდა ბარნიეს მთავრობის წინააღმდეგ. რატომ? მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მემარცხენეებში ამან გამოიწვია არასამართლიანობის განცდა. როგორც კი დამკიცდა, რომ 180-ზე მეტი ხმა მიიღო მემარცხენეულმა გაერთიანებამ, აი ამ ჩვენ მიერ ნახსენებმა ახალბა სახალხო ფრონტმა, მათ შესთავაზეს მაკრონს მათი კანდიდატურა, რამდენიმე კანდიდატურა, რომელიც არც ერთი არ მიიღო მათგან მაკრონმა და აი ყველასგან მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბატონი ბარნიე წარადგინა, რომელიც საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, მინდა გითხრათ, რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელობდა, იქნება ის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტრიც იყო სოფლის მეურნეობის და თევზჭერის მინისტრიც სხვადასხვა დროს, იყო ბრექსიტის მთავარი მომლაპარაკებელი, გახსოვთ ბრიტანეთთან, ამ საკმაოდ ესე ძალიან გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ მას აკლდა მხარდაჭერა. იგულისხმება, რომ დაახლოებით 40 დეპუტატი იყო მისი ლოიალური მხარდაჭერი ეროვნულ ასამბლეაში და ძალიან მცირე რაოდენობა არის. აბსოლუტური უმრავლესობა მემარცხენეების მას ეწინააღმდეგებოდა იმ უსამართლობის განცდის გამო, რაც მათ შეექმნათ არჩევნების შემდეგ და დარჩა მთავარი მემარჯვენე გაერთიანება მარი ლეპენის თავოსნობით, რომელიც იყენებდა ბერკეტად ბარნიეს და აშკარა იყო, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ძალიან ცნობილი მიმადაც გადაიქცა და კუბად როგორ უგზავნიდა ბარნიე ყვავილებს მადამ ლეპენს იმის, რომ მისი გული მოეგო და ყველა გადაწყვეტილებაზე მემარჯვენეების ფარე დაეჭირა. თუმცა მარი ლეპენმა ეს კოზირი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენა. თუმცა როცა მიხვდა, რომ თვითონ მის მომხრეებშიც იყო დიდი უკმაყოფილება, რატომ მარი ლეპენის თავარი იდეა, რითაც ის აი ამ თავის მომხრეებს საკმაოდ დიდს ჯერ კიდე აკავებს, არის მისი წინააღმდეგობა მაკრონის პოლიტიკის მიმართ. და როცა ფრანგებმა დაინახეს, რომ მარი ლეპენი საკმაოდ ახლო ურთიერთობაში შევიდა პოლიტიკურად დასაკვირველია ბარნიესთან, მათ დაიწყეს ამაზე პროტესტის გამოხატვა და ჩვენმა დიდმა პოპულისტმა, მეტყველო ყველაზე დიდმა პოპულისტმა საფრანგეთის ისტორიაში, ქალბატონმა ლეპენმა დაიწყო უკუგდება ბარნიესი და საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა, 244 ხმით გადაწყდა ბარნიეს ბედი. ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ვინც ახლა არის, ეს არის ფრანსუა ბუარო, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია ისიც, მაგრამ მას მემარჯვენეები ეძახიან მოღალატეს. იმიტომ რომ მისი დამსახურებით გახდა პრეზიდენტი 2017 წელს ემანუელ მაკრონი, ამიტომ ფაქტობრივად მასაც გაუჭირდება ჩემი აზრით დიდი და სწორედ მალენშონის პოსტს ვკითხულობდი, რომ ზამთარს ვერ გასტანსო და ალბათ ესეც იქნება. ეს ჩვენსა და ერენს შორის გადაწყდებაო. ანუ ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ფრანსუას აი ეს ამჟამინდელი მთავრობაც სავარაუდოდ დაიშლება. კადრების სიმცირე შეიმჩნევა სხვათა შორის მთავრობაში, რამდენიმე მინისტრი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის პოზიციას, აბსოლუტურ უმრავლესობაში იწვევდა დიდ უკმაყოფილებას, განსაკუთრებით მაგალითად ქალბატონი დაატი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო თუ არ სწორად განათლების, აი ხარ თუ არ სწორად კულტურის მინისტრი იყო ბოლოს, მე მგონი ბარნიეს მთავრობაში და შესაბამისად აი ასეთი ადამიანების პოზიციონირება, რომლებიც ელიტებთან ასოცირდებიან ფრანგულ მოსახლეობაში, მათ შორის არის მით უმეტეს, როცა უმრავლესობა არ აქვს და ფაქტობრივად ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში. ეს მთავარი ეს აკვი, იმიტომ რომ მაკრონისთვის ამჟამად მემარცხენეები ბევრად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენენ, ვიდრე მემარჯვენეები და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ასამბლეის მაკრონისტია, მაინც ის ვერ ახერხებს ეროვნულ ასამბლეაში მისთვის საჭირო და ხელსაყრელი პოლიტიკის გატარებას. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ბატონი მაკრონი არის შესანიშნავი მომლაპარაკებელი, ბრწყინვალე და რაც გამოჩნდა კიდეც ალბათ გონი ჩვენთან მიმართებით ბოლო პერიოდში და მე აქ სწორედ დამცინოდნენ ჩემი აქაური მეგობრები, რომ თავისიო ხალხისთვის რომ ვერ მოულიო და თქვენო როგორ უნდა გიშველოთ და ამიტომ
ფაქტობრივად შეიძლება ხუმრობენ ხოლმე, რომ ბევრს ჩვენ ოდიოზურ ფიგურასთან ასოცირდება, აი პარალელურად რო გავავლოთ, როგორც ჩვენთან არიან ოდიოზური პოლიტიკოსები, დაახლოებით მსგავსად არის მაკრონის საფრანგეთში, თუმცა რასაკვირველია, არა იმ დოზით როგორც ჩვენთან. აკრონზეც გადავალთ, ეხა უბრალოდ მანამდე მადლობა მინდა გადაგიხადოთ საბა, რომ აი წარმოაჩინეთ თქვენ, აი ამ პრემიერ-მინისტრების ცვლილებით, თუ რა გავლენა აქვს უმრავლესობის არ მქონე პარლამენტს და ესეთ დაკსაქსულ პარლამენტს პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე და რა გავლენა შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ძალების უკიდურეს უკაცრავ ის თქვენი ხმარის. ფუნქციონირებაზე. რადგან ულტრამემარჯვენეების წილი ესეთი გაზრდილია, ну, თქვათ ეროვნულ ანსამბლეაში, ეს იწვევს იმას, რომ თქვათ ტექნიკური მთავრობების მიღმა სხვა გამოსავალი აღარ რჩება ხოლმე პრეზიდენტს. ეს მთელს ევროპაში შეიმჩნევა, მთელი ევროპისთვის, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოა, როგორ ანგრევენ რესპუბლიკურ წესრიგს, კონსენსუსს გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში ეს უკიდურესად გაძლიერებული პოპულისტები თუ მემარჯვენე ექსტრემისტები. აი ახლა მოდით, რადგან თქვენ მაკრონიც ახსენეთ, ეს თემაც განვიხილოთ. აი ბევრისთვის გაუგებარია, ხო? სად დგას მაკრონი? აქეთ არიან მემარცხენეები, თავიანთი დიდი ტრადიციით და გამოცდილებით, არიან ულტრამემარჯვენეები, ასევე თავისი უკვე მყარი პოზიციებით, ციხესიმაგრით, რომელიც აგებული აქვს საფრანგეთში მომაკვდავ კონსერვატიულ ძალებს, გოლისტებს რო ეძახდნენ, რაღაცა ცოტა დეპუტატით პარლამენტში და მაკრონი, რომელიც არც იქითაა, არც მემარჯვენეა, არც მემარცხენეა, არც გოლისტია, რაღაც ახალია. აი რა არის ეს მაკრონის პარტია, რას წარმოადგენს, რა დღის წესრიგს უჭერს მხარს. ხო, ნაი ძალიან საინტერესო არის, ძალიან საინტერესო თემაა. სხვათა შორის, აი ამ ჭაობიზმის პრაქტიკა საფრანგეთში ბევრი საუკუნე არსებობს. მე ისტორიის მასწავლებელი ვარ და ამიტომ ყოველთვის მიყვარს ხოლმე ისტორიული პარალელიზმის მოხმობა და დაახლოებით ისეთივე ფუნქცია აქვს, ოღონდ რასაკვირველია, პირდაპირ ანალოგია არ შეიძლება იყოს, როგორც მაშინ ჰქონდა 18 საუკუნეში, აი ამ ცენტრისტებს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ მიიჩნევენ ასე ყოველ შემთხვევაში, რომლებიც ცდილობენ აი ამ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ბანაკს შორის, ამ ფრანგები ისედაც ტემპერამენტით და ძალიან რადიკალური ხალხია, არ არსებობს რაღაცა შუა, ამიტომ არიან აბსოლუტურად მემარცხენეები, არიან აბსოლუტურად მემარჯვენეები და ამიტომ აი ამ ჯახს აკომპენსირებს ის 168 დეპუტატი, რომელიც აი ამ ცენტრალურ ბანაკს წარმოადგენს დღეს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში და რომლებიც აი ამ ჰემისიკლის ნახევარმთვარის ცენტრალურ ნაწილში სხედან. რაც შეეხება მაკრონს, რომელიც ცალსახა ლიდერი არის ამ გაერთიანების, მაკრონი ჯერ კიდევ 2016 წელს აარსებს ანმარშს, ესეთ ძალიან საინტერესო პარტიას, რომლის ეგრითაც ის ხდება პრეზიდენტი. ფოტოშორის მასა ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ხო, ადმინისტრაციაში მუშაობის, გარდა იმისა, რომ ფილოსოფოსია. თავისი ინიციალების მიხედვით დაარქვა, ხო, პარტიას სახელი ანმარშ, ე და ემი, ემანუელ მაკრონ. კი ბატონო. და მოკლედ ძალიან დიდი განათლებით ენა აქვს დამთავრებული, როგორც ეს ჩვენ ძალიან ცნობილ ქართულ პოლიტიკოს საფრანგეთის უმაღლესი ადმინისტრირების სკოლა, ეს არის მთავარი სასწავლებელი, რომელშიც სწავლობს, რომელშიც განათლებას იღებს, მიღებული აქვს თითქმის ყველა პრეზიდენტს, თუ არ ვცდები ორი გამონაკლისია და ერთ-ერთი როზუსად სარკოზი არის მახსოვს, მაგრამ მეორე არ ვიცი არ მახსოვს რომელია. მოკლედ ძალიან ძალიან სტერეოტიპულად პრეზიდენტისთვის შესაბამისი განათლება აქვს მიღებული. იყო მაგალითად ფინანსთა მინისტრი 2014 წელს, და 2017 წელს გახდა პრეზიდენტი. მთავარი ხაზი, რომელსაც ავითარებს დღეს ცენტრისტული ძალები საფრანგეთში, ეს არის პირველ ყოვლისა ევროპის გაძლიერება, იმიტომ რომ მაკრონისთვის და მისი ფლანგისთვის ძლიერი საფრანგეთი უდრის ძლიერ ევროპას და პირიქით ძლიერი ევროპა უდრის ძლიერ საფრანგეთს. სხვათა შორის მაკრონი არის აი ევროპული სუვერენიტეტის იდეის ერთ-ერთი მთავარი თანაავტორი, რომელიც უჭერს იმ იდეას ფარს, რომ ევროპა უნდა იყოს დამოუკიდებელი ძალა საერთაშორისო პოლიტიკაში, ის არ უნდა იყოს დაყრდნობილი მთლიანად ამერიკულ დახმარებაზე, ამერიკულ ძალებზე. აი ზუსტ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინტერვიუ, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკის მთავარი პრიორიტეტი ახლა არის ჩინეთი და შესაბამისად ევროპამ უნდა მოძებნოს ევროკავშირმა უნდა მოძებნოს საკუთარი ადგილი საერთაშორისო პროცესებში, საერთაშორისო პოლიტიკაში და ეს ძირითადი არსი, რომელსაც ის იცავს, სწორედ მოიცავს
ძლიერ ევროპას. ასევე ეკოლოგიურ საკითხებში ისინი თანამშრომლობენ მემარცხენეებთან, მინდა გითხრათ აქტიურად, და ეს არის ეკოლოგიის ენერგეტიკის პოლიტიკა, ემანუელ მაკრონი და მისი პარტია უჭერს მხარს ბირთვული რესურსების გამოყენებას, ენერგომომარაგებისთვის და უარის თქმას გაზზე განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ და ამაზეც ალბათ ვილაპარაკებთ. ეს არის ტექნოლოგიების ხოთაშორის საფრანგეთს აქვს ძალიან რთული გამოცდილება ტექნოლოგიური ინოვაციების, იმიტომ რომ საფრანგეთმა სცადა აეწყო უძლიერესი კომპიუტერული ინდუსტრია, რომელიც ჩაფლავდა და ძალიან დიდი ვალი დაადო საფრანგეთის ეკონომიკას. ამიტომ მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელიც არსებობს დღეს საფრანგეთის საზოგადოებაში ტექნოლოგიური ფრანგული ინოვაციების მიმართ, მაინც მაკრონისტული ძალები ცდილობენ, რომ ფრანგული ინდუსტრია წინ წამოწიონ, რომ საფრანგეთს ჰქონდეს მსოფლიო დონის ინდუსტრია, რომელიც არა მარტო ევროკავშირის დონეზე, არამედ მსოფლიო დონეზე იქნება წინ წეული, მაგრამ ჯერჯერობით ამის ძალიან დიდი პერსპექტივები სამწუხაროდ არ უნდა ჩანდეს თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სერიოზულ კვლევის ცენტრს, რომელიც საფრანგეთში მუშაობს და ქმნის ძალიან სერიოზულ ინოვაციებს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით და განსაკუთრებით სამედიცინო ფარმაკო ინდუსტრიაში, მოდი ასე ვიტყვი. რაც შეეხება ძირითად ფიგურებს, გარდა ემანუელ მაკრონისა, ფაქტობრივად ასეთი ცალსახა ლიდერი არ ჩანს. ხო, მე ვამბობდი რომ 2027 წელი მოდის და ვიღაცა არჩიო მეტი. არ ვიცი, მაგრამ აქაც არის სამი ძირითადი ფიგურა, ბონი მაგალითად, რომელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს საფრანგეთში, განიხილება ასევე გაბრიელ ატალი, რომელიც მე მგონი უკვე აღარ განიხილება, იმიტომ რომ თვითონ მაკრონთანაც ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა მაშინ როდესაც ის გადადგა. მემარცხენეების გამარჯვების შემდეგ ივლისის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი უფრო ადრე ის იყო ეროვნული მინისტრი განათლების და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მე ძირითადად ვისთანაც მაქვს ურთიერთობა ეს არის ტაქსისტები, მოლარეები და მსგავსი ადამიანები რომელთაც ძალიან მაინტერესებს და მე მახსოვს როდესაც ჩამოვედი საფრანგეთში შარშან ეს იყო იანვარი 2023 წლის, მაშინ 1 საათის განმავლობაში აეროპორტიდან ჩემს ბინამდე საუბრობდით იმაზე, თუ როგორი იყო საფრანგეთის განათლების პოლიტიკა. საფრანგეთის განათლების პოლიტიკას აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი, უამრავი ხარვეზი, არის ძალიან ბიუროკრატიული, ძალიან ისეთი ბევრი რამით ჩამორჩება თანამედროვე განათლების სისტემას, ქართველი რომ ამაზე ლაპარაკობს, ცოტა შეიძლება უხერხულია და აფასებს, მაგრამ მაინც სასკოლო განათლება ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელიც უნდა პასუხობდეს თვითონ ფრანგების შეხედულებით, იმიტომ რომ მაგალითად სკოლაში დასწრება მოსწავლეების არის ძალიან დაბალი, მასწავლებლების კვალიფიკაცია წლიურად ნელ-ნელა იკლებს, ამიტომ გაბრიელ ატალი როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ახალგაზრდა მინისტრი მიიჩნეოდა ნათელ წერტილად აი ამ გარდატეხაში, იმიტომ რომ მან მიგულისხმება რომ ბევრი რეფორმა გაატარა და გადაწყვეტილება მიიღო ფრანგი მოსწავლეების სასიკეთო და ამიტომ მისი ფიგურა საკმაოდ ხარდაჭერილი იყო, როცა ის გახდა პრემიერ-მინისტრი, თუმცა სამწუხაროდ კარგად ვერ დაასრულა, ამიტომ მისი პოპულარობა ახლა შედარებით უფრო იკლებს განსაკუთრებით მაკრონისტულ ფენებში, იმიტომ რომ აშკარად გაფუჭდა პირადი ურთიერთობა მაკრონთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს ასეთი ცალსახა შეიძლება არ იყოს და ასევე მისი პარტნიორი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო ფიგურა არის, სტეფან სეჟურნე, რომელიც ძირითადად რომელიც იკავებდა ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პოზიციას მცირე ხნის განმავლობაში, ევროპარლამენტში მისი მოღვაწეობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. აი ეს სამი ფიგურა არის ისინი, რომლებიც ძირითადად ჩანან დღეს აი ამ ფლანგზე, თუმცა მე რომ გითხრათ, ალბათ მაინც დაიწყებენ ცენტრისტული ძალები ახალი ფიგურების გამოძერწვას 2027 წლამდე, რამდენად მოახერხებენ ეს მე არ ვიცი, მე მგონი არც არავინ არ იცის, მაგრამ აი ამ სამი ფიგურიდან რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, რეალური შანსი იმ მონსტრების წინააღმდეგ, რომელიც ორივე მხარეს დასახელდა, რეალურად არ აქვს. ჩემი პირადი შეხედულება, იმიტომ რომ მიუხედავად იდეებისა, რამდენიც განსხვავებულიც არ უნდა იყოს, ერთი მხრივ მალენშონსაც და არა მარტო მალენშონსაც იქნება ის სხვა მასთან დაკავშირებული ფიგურები, როგორც ჩამოვთვალე, ხო, მათ შორის პანო, იქნება ეს მემარჯვენეული ძალები ლეპენის ლიდერობით რასაკვირველია, მათ ბევრად უფრო დიდი ცნობადობაც აქვს და გავლენებით საფრანგეთის პოლიტიკაზე და არა მხოლოდ ქვეყნის შინით, არამედ ქვეყნის გარეთ მინდა ეს ძალიან ცალსახად აღნიშნა. საბა თქვენაირად ძალიან ბევრი დამკვირვებელი ფიქრობს და ისინი მიიჩნევენ, რომ 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ბრძოლა
სწორედ მემარჯვენე და მემარცხენე კანდიდატ შორის გაიმართება და მაკრონის აი ამ ცენტრის პოზიცია, ჭაობის პოზიცია მაინც და მაინც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში პირველობისთვის ბრძოლის ძალა და თავი მათ არ ექნებათო. ბევრგან წამიკითხავს ეს, მაგრამ ჯერ დრო არის. კიდევ 2 წელია წინ და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი გეგმის ბოლომდე მიყვანას, რაზეც ინტერვიუნდე ვისაუბრეთ, მაგრამ მთლად ასე ვთქვათ ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ საკითხებს. ამიტომ ამოვარჩევ რამდენიმე კითხვას და მასზე გთხოვთ. მე მაქვს ასეთ თქვენთვის პროდუქტი ძალიან გასაგებია და ძალიან კარგად მივდივართ მე თუ მკითხავთ. საბა, მინდა კითხოთ აი თანამედროვე სამყაროში, საფრანგეთი. ხომ რამდენიმე დიდი გამოწვევის წინაშე დგას საფრანგეთის და მთელი მსოფლიოც, ხო, განსაკუთრებით ევროპული ნაწილი ჩვენი სამყაროსი და ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უკრაინის ომი და უკრაინაში მიმდინარე ეს უბედურება და რუსეთის ეს რაღაც ნეოკოლონიალიზმი თუ ნეოიმპერიალიზმი. როგორია საფრანგეთის პოზიცია და მაკრონის პოზიცია, რამდენად მყარი არის, როგორ უჭერს მხარს იგი უკრაინას და თქვათ თვითონ ფრანგულ საზოგადოებაში როგორია დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. ეს არის სოლიდარული დამოკიდებულება თუ სოლიდარულთან ერთად აი რეალური ქმედებებზეც არსებობს მოთხოვნა ფრანგული საზოგადოების შიგნით. მხოლოდ დროშების გამოფენით რო არ შემოვიფარგლოთ და რაც უდი რამე ხდება. თუ პირიქით ხდება, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ისედაც ბევრი პრობლემები გვყავს, მიგრაცია, უბედურება და კიდევ უკრაინის თავის ტკივილი არ გვჭირდება. მოდით მოკლედ საფრანგეთი და უკრაინა, აი ამ თემაზე დავსვათ აქცენტი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემა არის ჩემთვის. მე ამაზე შედარებით უფრო მუშაობ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ჩემი მოკრძალებული კვლევების ფარგლებში. რაც შეეხება საფრანგეთის დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზედაც აი ამ აბსოლუტურად განსხვავებულ ფლანგებს შორის აზრები არ ნაკლებად იყოფა. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ქალბატონი მარი ლეპენი, რომელიც ძალიან ცნობილი მეგობარი გახლდათ ბატონი პუტინის, ვლადიმერ პუტინის, როგორ იცვლის პოზიციებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ამის მთავარი პულსის მიმცემი ჩემი აზრით არის მისი პოპულისტური განზრახვები. აი, მარი ლეპენი არ არის სასახად მემარჯვენე, ის მიყვება ხალხის გულისხმას და ზუსტად ისე იქცევა, როგორც საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჭიროა რომ მოიქცეს. ამიტომ ხო შედარებით შეარბილა რიტორიკა რუსეთის მიმართ, მაგრამ თუმცა გვახსოვს, რომ აი ჩვენს ტელევიზიაში ძალიან ცნობილი ევროპარლამენტარი, რომელსაც რიგი არხები ძალიან ხშირად გვფენენ, ეს არის ბატონი მარიანი პარტიის აი ამ პარტიის წევრი, რომელიც ევროდეპუტატი გახდა ევროპარლამენტის ამ არჩევნებში, რომელიც პუტინთანაც ძალიან ახლობლობს, სირიის ყოფილ პრეზიდენტთან ძალიან ახლობლობდა და ერთადერთი რამე რითაც ეს ადამიანი ცნობილი არის ის, რომ ბაშარ ასადის ხელი აქვს ჩამორთმეული. ანუ უფრო მეტად ეს პრორუსული ძალები მაინც მემარჯვენეების შიგნით იყრიან თავს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თუნდაც იმიტომ რომ ბევრი კიდევ ერთხელ ვამბობ ლიდერი, რომლებიც კომუნისტური პარტიები, კომუნისტური იდეების მომხრეებიც იყვნენ მემარცხენე ფლანგში, არიან ამ გაერთიანებაში სახალხო ფრონტში, მაგრამ ისინი ამიტომ არ მიყვარს ხოლმე მე, როდესაც მემარცხენეობას აიგივებენ მანდამაინც საბჭოთა წარსულთან და საბჭოთა იდეებთან, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ ისე კარგად ვერ ვერკვევი გერმანულ სოციალიზმში, როგორც ფრანგულში, მაგრამ ფრანგული სოციალიზმი ნამდვილად ძალიან განსხვავდება იმ კომუნისტური იდეებისგან, რომელიც ჩვენთვის ქართველებისთვის არის ძალიან კარგად ცნობილი, თუმცა რასაკვირველია არის მცირე ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც ამასაც იზიარებს და მათ შორის ახალგაზრდები, მე მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია, როცა უნივერსიტეტში ნამგალი და ურო დავინახე. საფიფარეშოში ვერ დავმალე, ვერ წარმომედგინა, ალბათ მე ვიყავი დილეტანტი და შეიძლება მაშინ ზოგადად გამიკვირდა, მაგრამ ხო, მოკლედ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, არიან ძალიან მოხიბლულები საბჭოთა კავშირით, საბჭოთა ცხოვრებით, მაგრამ უმეტესი ნაწილი და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთში ნამდვილად არ არის
მემარცხენე გულისხმობ არ არის კომუნისტი და არ უჭერს ამ იდეებს ლენინიზმს და და მარქსიზმს. მოკლედ აქედან გამომდინარე არსებობს დიდი კონსენსუსი, დიდი ვინაიდან კონსპირაციულია. ლეპენი პოპულისტია, მემარცხენეები რაც სხვა ტიპის მემარცხენეები არიან, მაკრონს კიდევ თავისი მყარი პოზიციების წარმოჩენა უნდა ევროპულ იდეები, აი მასშტაბით. რაც ძალიან მიყვარს არსებობს კონსენსუსი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. დაკავშირებით, რაც მომწონს, ეს არის იდეების პატივისცემა. ისინი მართლაც ემენ იმ იდეების პატივს, რასაც ეს იდეოლოგიები, კონკრეტული იდეოლოგია გულისხმობს და არ გულისხმობ მარი ლეპენს, მაგრამ სხვა ყველა პარტია იქნება ეს ცენტრისტულიც მათ შორის, იქნება ეს ეგრეთ წოდებული გოლის რესპუბლიკელები, რომლებიც ფაქტობრივად გაპარტახდნენ ბოდიში ამ გამოთქმისთვის ბოლო არჩევნების შემდეგ, რაც ცალსახაა, იმიტომ რომ ისტორიული მინიმუმი დააფიქსირეს მეხუთე რესპუბლიკის მასშტაბით მათმა პარტიამ და მათი პოზიციონირება უკრაინის მიმართ, სახელმწიფოს პოზიციონირება. მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირის მასშტაბით საფრანგეთს ჰქონდა ერთ-ერთი მთავარი როლი უკრაინის ომში. მაკრონი გახლდათ მთავარი მომლაპარაკებელი, რომელიც მასე ელაპარაკა პუტინს, ხო ეს ცნობილი ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა მათი საუბრის აი ამ ორ პრეზიდენტს შორის. დღემდე ემანუელ მაკრონი რჩება, მაგალითად საფრანგეთში 2023 წელს ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც დაახლოებით 12 მილიარდი შეკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან სხვათა შორის სამხედრო დახმარებას უწევს საფრანგეთი უკრაინას, ეს იქნება ეგრეთ წოდებული შაღლეჟე ქვია ამას ფრანგულად, ქართულად მსუბუქი წონის ტანკები, დაახლოებით MX-ის ტიპის, რომელიც გადასცა საფრანგეთმა უკრაინას. ანუ საფრანგეთი აქტიურად უჭერს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ყველაზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის სანქციების პოლიტიკა საფრანგეთმა შეზღუდა გაზის მოხმარება და თვითმომარაგება რუსეთიდან და ამასთან ერთად დაასანქცირა ყველა რუსი ოლიგარქი, რატომღაც აღმოჩნდა, რომ რუსი ოლიგარქებისთვის ზოგადად საფრანგეთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა და უმეტეს მათგანს ჰქონდა, მათ შორის ტელეგრამის დამაარსებელს, ჰქონდა ფრანგული მოქალაქეობა და საფრანგეთმა და აქვე თუ აქ დრო დავძენ, რომ ფრანგული კონსტიტუცია განსაზღვრავს არა მარტო უფლებას მოქალაქის საფრანგეთს, არამედ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეს გააჩნია და სწორედ ამ პასუხისმგებლობის ვერ შესრულების ეგიდით მოხდა ამ ოლიგარქების დაკავება, როცა ისინი ჩამოვიდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ანუ საფრანგეთის პოზიციონირება ცალსახაა რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში, ის არის ცალსახა შეუფარავი მხარდამჭერი და პარალელურად ცდილობს სასაკვირველია დამთავრდეს ეს ომი, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს ევროკავშირს, რადგან საფრანგეთს აქვს მთავარი გამოწვევა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და განსაკუთრებით ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ წელს იქნება მთავარი პრობლემა, აი ეს ფრანგულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის მთავარი დღის წესრიგი საფრანგეთის, რომ როგორმე შენარჩუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც სხვათა შორის არაერთხელ დადგა შედარებით ეჭვის ქვეშ. ორ შემთხვევას გავიხსენებ, ეს არის ეგრეთ წოდებული ირას შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები აშკარად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმა Inflation Reduction Act-ის მიღების შემდეგ. ეს არის აქტი, რომელიც ამერიკაში მიმართულია იმისკენ, რომ ინფლაცია შემცირდეს ხელოვნურად, რაც რასაკვირველია მის საერთაშორისო პარტნიორებს უზრდის ხარჯებს. ხო? აქედან გამომდინარე, ეს იყო ეს პირველი ერთი შემთხვევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მეორე ეგრეთ წოდებული აუკუსის საქმე, როდესაც საფრანგეთის ფრანგულ საზღვაოსნო კომპანიას დაუკვეთა ავსტრალიამ გემების მშენებლობა, თუმცა მას შემდეგ რაც ავსტრალია შევიდა აუგუსტის გაერთიანებაში ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უარი თქვა ფრანგულ საფრანგეთთან პარტნიორობაზე, რაც უფრო სიმბოლური მნიშვნელობის იყო და გამოხატა, რომ აი ამ ქვეყნისთვის საფრანგეთზე უფრო მნიშვნელოვანი და წონიანი საერთაშორისო ფიგურა იყო ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, რის გამოც აი დაიწყო ზუსტად ემანუელ მაკრონმა აი ძლიერი ევროპის საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკის ხელშეწყობა და ფინანსების გაზრდაზე საუბარი, რაც ალბათ მომდევნო წლებში უფრო ხელშესახები და აქტიური იქნება, მაგრამ რის შემთხვევაში, როდესაც საუბრობენ საფრანგეთზე, რასაკვირველია, როგორც ყველა სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე, მაინც პოზიციონირება ხდება ევროკავშირის გავლით, ხო? მაგრამ საფრანგეთს აქვს ძალიან საინტერესო შემთხვევა. საფრანგეთი გარდა საფრანგეთისა მოიცავს 13 ტერიტორიას, ზღვის გადაღმა მიწევს ეგრეთ წოდებულს, უბრალოდ ამას ქვია ზღვის გადაღმა საფრანგეთი, რომელიც იყოფა ორ ნაწილად, განმარტავ ძალიან მოკლედ და მარტივად, რომ ძალიან არ დავღალოთ ჩვენი მაყურებელი, ეს არის ზღვის გადაღმა დეპარტამენტები და რეგიონები და ზღვის გადაღმა კოლექტივები, რომლებიც ერთად ქმნიან საფრანგეთის ზღვის გადაღმა მიწებს და ისინი სხვათა შორის წარმოდგენილები არიან როგორც ეროვნულ ასამბლეაში შესაბამისი რაოდენობით, ისევე სენატშიც და
მათი ხმა ჟღერს, თუმცა არის ბევრი უსამართლო საკითხი, რომელიც თქვენ ალბათ მაყურებელმა უნდა იცოდეს, ეს არის ის, რომ საფრანგეთში უმუშევრობის დონე, საშუალო დონე არის 7%, როცა აი ამ ზღვის გადაღმა მიწებზე არის 30%. შესაბამისად, იქაურ მოსახლეობაში ძალიან დიდი უკმაყოფილება არის საფრანგეთის ცენტრალური მთავრობის მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ ისინი საკამანესად არ არიან წარმოდგენილები საფრანგეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში. შესაბამისად, მათ სურთ, რომ მეტად იყვნენ ჩართულები იმაში, რაც მეტროპოლიაში ხდება, რასაც ასაკურველია აქვს თავისი გამოვლენა. აი, ყველაზე ბოლო და ალბათ აქედან კარგად გავა ხაზი კავკასიის მიმართ პოლიტიკაზე საფრანგეთის მახსენდება ახალ კალედონიაში მომხდარი ფაქტი, როდესაც ფაქტობრივად მოსახლეობა აჯანყდა, შეიძლება ასე ითქვა საფრანგეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის მოთხოვნით და ემანუელ მაკრონმა ამაში ბრალი დაასდო ჩვენს მეზობელს აზერბაიჯანს, მის პრეზიდენტს მილჰამ ალიევს და ალბათ კონტექსტი უფრო საინტერესო იქნება თუ ვიტყვით, რომ საფრანგეთი აქტიურად არის მხარდაჭერი სომხეთის, ეს არის მოსახლეობის ყველა ფენაზე. კავკასია თუ ვინმე მიცის საფრანგეთში იციან სომხების გავლით, სომხეთის გავლით, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიასპორა აქვს. სომხეთ საფრანგეთში ლობიზმი ძალიან ძლიერია, ამიტომ ხო, აი კავკასიას როგორც კი ვახსენებდი, აი არმენია, სომხეთი, ყველას ეს ყველას ეს კითხვა ჰქონდა. ამიტომ რასაკურველია საფრანგეთი აი ყარაბაღის ომში აქტიურად უჭერდა მხარს დიპლომატიურად სომხეთს, რამაც გამოიწვია აზერბაიჯანის ძალიან დიდი გულისხმობა, მისი გაბრაზება და შეშფოთება და შემდეგ სრულიად ასე მოულოდნელად ემანუელ მაკრონმა ბრალი დაასდო აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში მომხდარის უკან დგომაში, როცა მან დაადანაშაულა აზერბაიჯანი იმ მანიფესტატორების დაფინანსებაში და მხარდაჭერაში, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აი ამ ამბოხში, ნიუ-კალედონიაში, ახალ კალედონიაში. და ამას სერიოზული დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია, ხო, ორივე მხრიდან დიპლომატების გაწვევა და მოკლედ ჯერ კიდე ეს მიმდინარე პროცესია, როგორ დასრულდება, ამაზე ალბათ შემდეგ რო შევხვდებით, როგორ შეგვეძლება რომ ვისაუბროთ. თუმცა კავკასიის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკა აი საქართველოს გამოკლებით, არის ეს ორი ქვეყანა, ნუ მეტი არც არის ახლა კავკასიის რეგიონში, მაგრამ ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როდესაც საფრანგეთი ერთი მხრივ აშკარად უჭერს მხარს სომხეთს და მეორე მხრივ მისი ურთიერთობები აზერბაიჯანთან ცალსახად ასევე მძიმდება და უარესდება. და საქართველოსთან მიმართებით რა პოლიტიკა? აი საქართველოს მიმართებით ბოლოს მოდი თქვენ ახსენეთ რომელიღაც გადაცემაში გიყურებდით რომ უკვე ილჰამ ალიევიცო ბედავსო საქართველოს შიდა საქმეების შარევასო და ახსენავ მაკრონი და აი ეგ ასოციაცია გამიშთა ზუსტად იმიტომ რომ მან გამოუკვეთა ეს ფიგურა მაკრონი გამოხატავს მისი ქვეყნის ღია პრობას არ ვიტყოდი, მაგრამ შეშფოთებას იმის მიმართ, რომ დღემდე ემანუელ მაკრონი არის საფრანგეთის პრეზიდენტი. ეს პროპაგანდა დღემდე ძალიან კარგად მუშაობს აზერბაიჯანში. მე ჩემი აზერბაიჯანი მეგობრებისგან ვიცი, რამდენად ცდილობს პროსახელისმწიფო მედია მარგინალიზებას აბსოლუტურად საფრანგეთის და მისი პოლიტიკური ლანდშაფტის და მისი პოლიტიკური სივრცის. რაც შეეხება საქართველოსთან საფრანგეთის ურთიერთობები ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავუწევთ კონკურენციას გერმანელებს პირველი რესპუბლიკის მხარდაჭერაში, უკვე 1921 წლიდან საქართველოში ჩნდება საფრანგეთის საკონსულო, არა მარტო თბილისში, სხვადასხვა ფოთშიც და კიდევ რამდენიმე ქალაქში დასავლეთში, მაგრამ ფოთი რო იყო ნამდვილად მახსოვს ერთ-ერთი და მათი როლი ხო, აი ამ დევნილი, ეხლა ამას ჩემი აღნიშვნა არ ჭირდება, დევნილი მთავრობის შეფარება, მათთვის მიცემა ყო გარანტიების მამულის ლევილში პარიზთან ახლოს ეს აუცილებლად აღსანიშნი ფაქტია და რაც შეეხება დღეს ნუ რასაკურველია როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასთან მგონი ჩვენი ურთიერთობა შედარებით უფრო დამძიმდა მაგრამ მანამდე ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა აღინიშნოს და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი მოდი ასე ვთქვათ რომელშიც საქართველოს მონაწილეობდა პირველი ეს არის დიმიტრი ამილახვილის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი რომელიც 2018 წელს დაარსდა, თუ სწორად მახსოვს, ან 2019 წელს და ეს იყო უმაღლეს დონეზე დიალოგი, რომელიც ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მხარდაჭერას. ალბათ იცით, რომ ქართველი სამხედროები ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აკადემიიდან იგზავნებიან საფრანგეთში მათი კომპეტენციის გაზრდისთვის, ანუ საფრანგეთი ამ მხრივ ძალიან გვეხმარება. პლუს ამას კულტურულად საფრანგეთი ფრანგული ენა, მე მოდი ახ მაინც პროპაგანდას გამოვიყენებ, რომ ფრანგული ენის პოპულარიზებას ხელი შეუწყო, აი თქვენ ამ ტრიბუნიდანაც. ვიტყოდი, რომ ფრანგული ენა მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე ყველაზე გავრცელებული ენაა და ჩამოუვარდება ინგლისურსაც, არაბულსაც, ჩინურზე ლაპარაკი არ არის, ესპანურსაც, ის არის ერთადერთი ენა ინგლისურთან ერთად, რომელიც
ხუთივე კონტინენტზე ოფიციალური ენა არის სახელმწიფოების და შესაბამისად მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ამას ძალიან კარგად იყენებს საფრანგეთი, განსაკუთრებით კარგად იყენებს აი იმ ასოციაციის ეს არის OIF-ი, ანუ საერთაშორისო ფრანკოფონიული ორგანიზაცია, რომლის ხუთაშორის ბოლო სესია, წინა სესია ივლისის თვეში 2023 წლის ჩატარდა საქართველოში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველო იყო მის მასპინძელი და ეს არის რბილი ძალა, ფრანგული რბილი ძალის გამოვლენა, როგორც ცდილობს საფრანგეთი ერთი მხრივ ფრანგული ენის პოპულარიზებას და გავრცელებას მსოფლიოში და მეორე მისი როლის ზრდას და მეორე ეს არის აი იმ ყოფილი კოლონიების, რომელსაც ხშირად მეჭეჭებსაც უწოდებენ სამწუხაროდ ფრანგული საზოგადოებაში, აი ამ ქვეყნების შენარჩუნებას და მასზე გავლენების შენარჩუნებას, რაც ხშირად არის გაკრიტიკებული საზოგადოების საერთაშორისო საზოგადოების მიერ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საფრანგეთი მხარს უჭერს ტოტალიტარულ რეჟიმებს აფრიკაში, რომლებიც უბრალოდ მათი მომხრეები არიან და აფინანსებენ მათ. ასევე ძალიან საინტერესო თემა. აი ეს და საქართველოში ჩვენს გვაქვს ხოთაშორის ფრანგული ინსტიტუტი, შესანიშნავი დაწესებულება, ბევრი წლის განმავლობაში ნამდვილი 64 და ოაზისი ყველა ფრანგული ენით დაინტერესებული ადამიანისთვის, სადაც შესაძლებელი არის ფრანგული სახელმძღვანელოების ფრანგულის სწავლა პირველ ყოვლისა, ფრანგული საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება, რათა შემდეგ სწავლა განვაგრძოთ და განაგრძონონ სტუდენტებმა, ანუ სწავლის მოსწავლეებმა საფრანგეთში ან ფრანგულენოვან სამყაროში და ასე მედიათეკა, რომელიც გვთავაზობს ძალიან დიდ ლიტერატურას, არა მარტო ხატრულს, მინდა გითხრათ, საფრანგეთის შესახებ. ანუ ეს არის ძირითადი, თუმცა მოდი გულწრფელად ვთქვათ, საფრანგეთისთვის საქართველო არ არის კავკასიაში ყველაზე საინტერესო სახელმწიფო. განსაკუთრებით დღესდღეობით ალბათ ყველაზე საინტერესოა იმ პროცესების გამო, რაც ზოგადად ევროკავშირის ლოგიკის გავლით ხდება, მაგრამ მთავარი ცენტრი ფრანგული საზოგადოებას გულისხმობ კიდევ ერთხელ გადიოდა სომხეთზე ყოველთვის იმ დიდი დიასპორის დამსახურებით, რომელიც სომხეთს საფრანგეთში ყავს. ეს თქვენაირი სტუდენტები არიან საფრანგეთში და მე იმედი მაქვს, რომ ენისა და ლიტერატურის მიღმა, სოციალური და პოლიტიკური პროცესებითაც დაინტერესდებიან ეს ჩვენი საფრანგეთში მყოფი სტუდენტები, თვალყურს მიადევნებენ იქაურ პოლიტიკურ ცხოვრებას, გაითავისებენ ფრანგულ ტრადიციას, პოლიტიკური ბრძოლისა და წინააღმდეგობისა და შემდეგ ტრადიცია ჩვენთანაც გადმოვა. ეგ დიდი პრობლემაა, ხო? ეს საბჭოეთიდან მოდის, მგონი, საბჭოეთიდან მოდის, რომ აი ეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე აქცენტს არ სვამდნენ სხვადასხვა კულტურების შესწავლის დროს. ფრანგულ კულტურას ყველაფერი იცოდნენ საფრანგეთის კულტურის შესახებ, ისტორიის შესახებ, მაგრამ არაფერი თანამედროვე ინსტიტუტების შესახებ, იმიტომ რომ ეს აკრძალული იყო და სხვა იყო და სხვა სისტემაც მიეკუთვნება. და აი ეს პარადიგმა უნდა გადავლახოთ. და არა მხოლოდ ფრანგული ენის შესწავლა აუცილებელი და საფრანგეთისში რაღაც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, არამედ იქ მყოფმა სტუდენტებმა თქვენაირად უნდა მიადევნონ თვალყური საფრანგეთის ცხოვრებას, რათა გამოცდილების გაზიარება მოხდეს რა. მე ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრების დროს ვცდილობდი, რომ ჩემი საფრანგეთი შემექმნა, ჩემი რგვლივ, იმიტომ რომ არ ვიცი ეს. იცით არის, არ მინდა მიწყინოთ თქვენ როგორც გერმანოფონმა, მაგრამ ფრანგული ენა ნამდვილად აი დღეს იმართება ფრანკოფონების მარში, არ ვიცი ეს გადაცემა როდის გავა და როდის დაიდება, მაგრამ დღეს არის ფრანკოფონების მარში და ამან კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის რაც ყველა მის რაც ვიცოდით, რომ ქართული ფრანკოფონური საზოგადოება, ისე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე შეკრული კოლექტივი ურთიერთდახმარებაზე, ურთიერთგაზიარებაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოება. ეს არის ფრანგული ენის და ფრანგული კულტურის ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. შეუძლებელია ფრანგული ენა ისწავლო იმ პრინციპების გათავისების გარეშე, რომელზეც დგას საზოგადოება და რომელიც ენასაც განსაზღვრავს, მინდა გითხრათ, აბსოლუტურად შეუძლებელია ენის სწავლა იმ ცივილიზაციური კომპონენტის გარეშე, რომელიც მას ახლავს თან. ასე რომ მადლობა. და უნდა გავაძლიეროთ ეგ კომპონენტი. ისე კარგად არ ჩანს და ცოტანი ხართ, უნდა იყოთ ბევრი. არ ვიცი, ჩემი მოხსება, არ ვიცი, დაეხმარება მაყურებელს რომ უფრო თუმცა აი არ არსებობს გავსი პლატფორმა ნამდვილად რომელთაც შესაძლებელი იქნება რაღაც კონკრეტულად ფრანგული პოლიტიკის დახასიათება საჭირო. თუნდაც პოლარიზება მედიის, აი ძალიან საინტერესო ავტორია, რომელიც ამას უწოდებს ფრანგული მედიის ინციდენტალიზაციას. ანუ ფრანგული მედია დღეს დაფუძნებული არის ძირითადად ფაქტ არა მოვლენებზე და პროცესების სიღრმისეულ ანალიზზე
ანალიზი, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც სამწუხაროდ ინციდენტები. ინციდენტებზე, რაც რა თქმა უნდა ლოგიკას არ ღვევს და რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს არის აქტიურად დამახასიათებელი. ასე რომ ხო, ბევრი საერთო პოვნა შეიძლება, ბევრი საინტერესო ავტორის პოვნა შეიძლება, მათ შორის ფრანგული და ყოველთვის საბა მე ამის თქმულება საკუთარ თავს მარტო იმიტომ ვაძებ, რომ თქვენამდე სხვა ფრანკოფონიური გამოცდილების მქონე სტუდენტებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, რომ მოდით ილაპარაკეთ საფრანგეთზე ქართული აუდიტორიისთვის. არა საფრანგეთის წარსულზე, არამედ თანამედროვეობას. ყველა უკან იხევს, იმიტომ რომ რა ვიცი, ან ეშინიათ რას გულისხმობთ, შესაბამისი ცოდნა არა აქვთ, ან არ აინტერესებთ, ხო? და ეს პრობლემა არის აღმოსაფხრელი ჩემი თვალსაზრისით, რომ არ უნდა ეშინოდეთ, შესაბამისი ცოდნაც უნდა გქონდეთ თანამედროვე ცხოვრების შესახებ. საფრანგეთის სოციალური მეცნიერებები ნაკლებად ინტერესდებიან, არ ვიცი, ფრანგული ენის ძირითადად ალბათ. კი ბატონო, და ეს უნდა შევცვალოთ. სოფლიო არ შედგება მხოლოდ ინგლისურენოვანი სამყაროსგან. ინგლისური დღეს ძაღლად იცის და ისიც და შეიძლება ბევრ შესაძლებლობას იძლევა ეს ენა და ინგლისურენოვანი სამყარო, მაგრამ გაცილებით უფრო ღრმა ცოდნა და გაცილებით უფრო განსხვავებული და საინტერესო სამყარო იშლება სხვა ევროპული ენების შესწავლის ხაზით და სხვა ევროპული სისტემების შესწავლის ხაზით, მარტო ენების არა. გული რა თქმა უნდა, აქ მოწინავეა. იცით რა არის, ალბათ მსგავსი აი სიღრმეებში შესვლა და შრეების სტრატების ანალიზი არ გულისხმობ მარტო საფრანგეთს, გულისხმობ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქართული საზოგადოება ბევრი განსხვავების მიუხედავად, რომელიც სხვადასხვა პერიპეტიების გამო ჩვენთან შეიმჩნევა, ხო? და აზიური კულტურის გავლენაც, მაგრამ მაინც ფუნდამენტი არის ნამდვილად ევროპული. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ფრანგული საზოგადოება რა თქმა უნდა ძალიან განსხვავდება ქართული საზოგადოებისგან, მისი გამოწვევებით, მისი პრობლემებით, მისი შეხედულებებით რიგი საკითხების მიმართ, მაინც ძირითადი ფუნდამენტი, რაზეც საზოგადოება დგას, ხო? ის ჩემთვის მაგალითად არ ყოფილა უცხო, როცა მე აქ ჩამოვედი, მე სხვა ქვეყანაში, პრაღაში, ჩეხეთში ცხოვრების გამოცდილებას მაგ და იქ ბევრად უფრო გამიჩნდა საზოგადოებასთან შეგუება, ის ბევრად უფრო უცხო იყო, მიუხედავად ის რომ გეოგრაფიულად უფრო ახლოა ჩვენთან, ხო, ამის მიუხედავად მე მაინც აქ უფრო მშობლიურ გარემოში ვიგრძენი თავი. ალბათ ეს ცოტა სუბიექტური მიზეზების გამოც არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი საფრანგეთი მქონდა შექმნილი და ვიცოდი რა მელოდებოდა, თავისი კარგი და თავისი ცუდი და მე მინდა რა ვიცი, თუ მაქვს საშუალება მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები ევროკავშირის მიმართ, ევროპული ქვეყნების მიმართ, მართლა გონიათ რომ აქ რა ვიცი, ნეშმაკები ცხოვრობენ, რომ აქ რა ბელზებელი გამოხდება ყველა ქუჩაში და რაღაცა ლუციფერების თავშესაფარია და მარტო საქართველო არის რაღაც სიწმინდის განსახიერება დედამიწაზე, ასეთ ადამიანებს მე უბრალოდ ვუთხრა, რომ იცით რა საკვირველია, ძალიან ეკლექტურია ფრანგული საზოგადოება, ძალიან მრავალფეროვანია და ნუ მოვთხოვთ ფრანგებს ზუსტად ისეცენ პატივი ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართველები ჩვენსაც ვცემთ, როგორც ისინი არ ვთხოვენ ჩვენ რომ მათ ვცეთ, უბრალოდ ცოტა მეტად დავფიქრდეთ იმაზე, სად არის ჩვენი ადგილი. მე ალბათ ბევრად უფრო მეტი შემიძლია ვთქვა საფრანგეთის პრობლემებზე და იმაზე რა პრობლემები აქვს, მაგალითად ევროკავშირის, საფრანგეთის ევროკავშირის გავლით და ასე შემდეგ, მაგრამ ის ბენეფიტები, რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობით, არის უფრო მნიშვნელოვანი და ჩვენ მოგვიწევს, ანუ ეს მე იმისიც მეშინია, რომ ბევრს, რომელიც იცავს დღეს ევროკავშირს, არ აქვს შეგნებული, რომ ევროკავშირი არ არის 64 ედემის ბაღი, რომელშიც გავწერიანდებით და ყველაფერი გვექნება. ის თავის პრობლემებს გააჩენს, ის სხვა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს, მაგრამ შანსები იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ხმა გაგებული იქნება და ჩვენს ქვეყანას რეალურად ექნება საშუალება, რომ მისმა ხმამ გადაწყვიტოს აი ამ აუზომლად დიდი სივრცის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბედი, როგორც დღეს მაგალითად სლოვაკეთი აკეთებს, ხო? ან უნგრეთი შედარებით უფრო ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ სლოვაკეთი ავიღოთ. ფაქტობრივად მათი მნიშვნელობა მათაც შეუძლიათ კომპრომისით მიიღონ უფრო მეტი, ხო? ეს შესაძლებლობა რომ საქართველოს ექნება ეს ჩვენ მოგცემს საშუალებას განსხვავებები მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ხო? ვინ ცენტრში ვგავართ, ვინ მარცხნივ დგას, ვინ მარჯვნივ ვგავართ, ნუ მარცხნივ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ვინსად ვგავართ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველასთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი მინიმუმი დავიცვათ და ვიბრძოლოთ ჩვენი მაქსიმუმისთვის.
რომელშიც ბრძოლა მოგვიწევს, რასაკვირველია, ეხლა ესეც არ კიდევ ერთხელ ამბობ, ფანტაზიებში არ უნდა გადავარდეთ. ამიტომ ალბათ საფრანგეთის, გერმანიის, სხვა შედარებით უფრო მცირე სახელმწიფოების გამოცდილებების თვალის დევნება ჩვენ ერთი მხრიდან გვანახებს, რომ ის გამოწვევები, რაც ამ ქვეყანას აქვს, ჩვენს გვაქვს შეიძლება გქონდეს და ჩვენს ამისთვის ბრძოლა მოგვიწევს და ყველაფერი დაალაგებული აქაც არ არის და ესენიც სერიოზულ კრიზისს განიცდიან, მაგრამ თავარი რაც უნდა ვისაუბროთ არის ის, რომ მიუხედავად ასეთი კრიზისისა, როგორც დღეს საფრანგეთში რამდენიმე თვის განმავლობაში არის, არც ერთ ფრანგს არ ეშინია სახელმწიფო ჩამოშლის, იმის რომ მისი შვილი იშიმშილებს, იმის რომ მისი შვილი სკოლაში ვერ წავა, რომ ის შეცივდება და ასე შემდეგ. აი ეს ელემენტარული საჭიროებები, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძონ, მათ ისევ აქვთ. და ამის გარანტიას მათ აძლევს სწორედ აი ეს უსაფრთხო სივრცე, რომელსაც წარმოადგენს ევროკავშირი. არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბეთ ჩემი სათქმელი, მაგრამ მინდა რომ აი ეს ჩვენმა მოსახლეობა, განსაკუთრებით იმ კასტამ ჭალებში ვამბობ, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ეს არის მაგალითად უბრალო მასწავლებლები, უბრალო, აი ძალიან კარგი ქართული სიტყვა არის, ხო, უბრალო ადამიანები, რომლებიც თითქოს არაფერს არ წარმოადგენენ სამწუხაროდ ესეთ შეხედულება არსებობს, მაგრამ რეალურად მათზე დგას მთელი ქვეყანა. აი ასეთი ადამიანებისთვის არის ევროკავშირი თავარი იარაღი და არა მიღწევა, არამედ საშუალება, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ საკუთარი შვილების მომავლისთვის და მე ვისურვებდი, რომ იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა ამას უფრო კარგად გაანალიზებს თავის დადებით და უარყოფითი მათ შორის მხარეებით. აი ესეთი არის ფრანკოფონიური პოზიცია, ხო? თქვენ შესანიშნავად ჩამოაყალიბეთ და მე ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი და ესეთ ინტერვიუებს მე იმიტომ წერ, ხო, შეერთებულ შტატებზე მქონდა, თქვენთან მქონდა, გერმანიაზე მე თვითონ ვლაპარაკობ ხოლმე. ეს არის, რომ ჩვენ რაღაცა ეგოისტური ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ, ჩვენი პრობლემებზე არ უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ იმ სივრცის პრობლემებზეც, რომლის ნაწილი შეიძლება გავხდეთ, ხო? და უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი კიდევ ხდება სამყაროში, რომელსაც ჩვენზე შეიძლება გქონდეს გავლენა და რომელზეც ჩვენი პოზიცია უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული. მე თქვათ იგივე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას და ასე შემდეგ. დიდი მადლობა საბა კიდევ ერთხელ და მე ჩამოგართმევთ პირობას, რომ YouTube-ზე თუ შეკითხვები მოვიდა, ქვემოთ კომენტარების სახით ჩვენი გამომწერებისგან თქვენ შეეცდებით თქვენი თავისუფალი დროის კვალდაკვალ მათ უპასუხოთ. თუ კითხვები დარჩა, ესე იგი ვიღაცამ რაღაც გაიგო, იმიტომ რომ თუ რაღაც არ გესმის, ესე იგი რაღაც გესმის და იმიტომ დანარჩენი და ამიტომ იმედი მაქვს დიდი ხანია ხო ეს ქართულად არ მილაპარაკე ამდენი და იმედი მაქვს რომ გასაგები იყო ჩემი აზრი თქვენთვის მეც პირველი გამოცდილება მსგავსი ეს პოლიტიკის ანალიტიკოსის როლში არასდროს არ ყოფილიო და იმედია თქვენს და მაყურებელს მაპატიებს თუ რაიმე ისე ვერ თქვი როგორც უნდა მეთქვა იმ ენით და ასე შემდეგ მაგრამ თავარი იმედი მაქვს რომ ჩემი სათქმელი და ეს მცირედი შეფასება მივაწოდე გამოჩნდება კითხვებში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კარგად წარდებოდეთ